უმნიშვნელოვანესი საკითხი, სახლები, ერთ-ერთი, ძირითადი, ხო, არ ვიცი, რომელი არის არა ძირითადი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად გავიგოთ სახლების არსი. შემდეგ, შემდეგ ლექციაზეც სახლებზე ვისაუბრებთ და უკვე ნიშნებზე უკვე ახალი წლიდან დავიწყებთ. და ცოტა მათემატიკა შემოდის აქ, ესე რომ დავიწყოთ ზოგადად. ვიცით რომ მათემატიკა რა თვალსაზრისით ნიშნები 360 გრადუსზე გადანაწილებულია თანაბრად. არის რაღაც სკოლები, რომელიც ამასაც ესე არ თვლიან და თანაბრად არ ყოფენ, მაგრამ ჩვენ ამ პრინციპს ვიცავთ, რომ 360 გრადუსი ზუსტად 12-ია გაყოფილი, თითოეული ნიშნის ზოდიაქოს ნიშანზე ვლაპარაკობ. თითოეული ზოდიაქოს ნიშანი არის 30 გრადუსი. ეს ვიცით. სახლებთან ესე არ მუშაობს. სახლები არ არის გადანაწილებული თანაბრად. თანაბარი სახლები იშვიათია და ვგულისხმობ იმას, რომ 360 გრადუსი 12 სახლზე თანაბრად არ არის და თითოეული სახლი 30 გრადუსი არის. შეიძლება იყოს, მაგრამ ეს რომ უცილებლად 30 გრადუსი არის, ესე არ ხდება. ერთი სახლი შეიძლება იყოს ძალიან ვრცელი და მეორე სახლი პირიქით ძალიან ვიწრო, ამაზე ძალიან პატარა. შეიძლება მოიცავდეს სამ ნიშანსაც კი, სამზე მეც სავარაუდოდ ვერ მოიცავს ვერცერთ შემთხვევაში, მაგრამ როგორც წესი ორი ნიშანი ყოველთვის არის. დავიწყოთ იქიდან, რომ სახლი ყოველთვის ყოველთვის კი არა, ძალიან იშვიათად შეიძლება დაიწყოს ნიშნის კუსპიდზე და მერე დავუშვათ 30-30 გრადუსით მიიღოს ეგეთი რაღაცები არ ხდება. თითოეულ სახლს აქვს შევთანხმდით, თითოეულ სახლში, ასტროლოგიურ სახლში შეიძლება შედიოდეს ერთზე მეტი ნიშანი. ესე ვთქვათ, 1, 2 ან 3 ნიშანს მოიცავდეს ერთი სახლი. პირობითად ესე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეული სახლი შეესაბამება თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს და ამ პრინციპს თუ გავაკეთებ, აი ასე დავიწყებ. ჯერ დავიწყებ იმაზე საუბრით, თუ თითოეული სახლი რას ნიშნავს და მერე გადავალ მმართველებზე, თუ თქვენთვის ეს მისაღები იქნება. ესე იგი, რა ხდება? პირველი სახლი. ამ პირველ სახლზე გვაქვს არაერთხელ მიხსენებია მეც, რომ ეს არის მე, ჩემი ენერგია და გამოხატავს ადამიანის პიროვნებას, ასე რომ ვთქვათ, ხო? როგორია და როგორ აღიქვავს მას ხალხი. კუსპიდს როცა ვიტყვი, ხო, აი ასცენდენტი ყველამ ვიცით. ასცენდენტი არის პირველი სახლის კუსპიდი. ანუ ხაზი, გრადუსი, რომელიც ემთხვევა გრადუსს, რა თქმა უნდა, რომლიდანაც იწყება სახლების ათვლა. პირველი სახლის კუსპიდი, ანუ ასცენდენტი არის სახლების ათვლის წერტილი. აქედან ვიწყებთ ათვლას სახლებისას. ასცენდენტი თუ ქვია პირველი სახლის კუსპიდს, დანარჩენს უბრალოდ კუსპიდებს ვამბობთ. ხო, კიდევ ვიტყვით იქ MC-ს, დასცენდენტი, ხო, ესენი ვიცით და მას ახლა რომ მივალთ, თან ვისაუბრებ ამაზე თან მიმდევრულად. რა არის ნატალურ რუკაში ასცენდენტი? ეს არის ჩვენი ფიზიკური სხეული. რამდენად უნარიანი ვართ? რა თანდაყოლილი შესაძლებლობები გვაქვს, რა ტალანტები გვაქვს, რასაც ამჩნევს გარეთვალიც ამას ძალიან მარტივად. როგორი ტემპერამენტის ადამიანი ვარ, რა შემიძლია რომ გავაკეთო, პოტენციაში რა მაქვს რომ გავაკეთო და როგორ ვმოქმედებ. ესე ძალიან მნიშვნელოვანია როგორ მოქმედეთ. ძირითადი მახასიათებლები, რასაც ასცენდენტს და პირველ სახლს უკავშირებთ, როდესაც რუკას ვკითხულობთ, ეს არის გარეგნობა, აღნაგობა, მანერები, ტემპერამენტი, ხასიათი, თვითგამოხატვის ტიპი და საკუთარი თავის აღქმა როგორ ხდება. აი, ხშირად შეიძლება მოისმინოთ, რომ მზით რაღაცა ნიშანია, მაგრამ უფრო აი ამბობს მეც სხვა აი ჩემზე ვიტყვი, არ ვიტყვი სხვაზე, რომ ასცენდენტი მშულდოს, ხო, აი რაღაცა ხასიათები, შინაგანი სამყაროთი კი არა, ხასიათით
კი ვარ, აი უფრო თითქოს გახსნილი და ესეთი რაღაც თითქოს, ნუ შეიძლება ასცენდენტი ძალიან მნიშვნელოვან მოქმედებას ახდენდეს ჩვენს ცხოვრებას და ჩვენ შინაგან სამყაროზე. შეიძლება კი ნამდვილად ესე არის. მეორე მე თევზი მყავს. თევზი მყავს. მეორე ასციდენტი თევზი. სახლის კი, მეორე სახლის თემა არის შესაძლებლობა ესე ეძახიან რომ შესაძლებლობების სახლია, ეს არის ენერგია, პირადი შემოსავლები და ქონება, რაც აქვს ადამიანს და რაც შეიძლება რომ დააგროვოს ან მოიპოვოს, ხო? ეს არის მატერიალური ინტერესები, პერსპექტივები ამ მატერიალურის დაგროვების, რამდენად უნარიანია უძრავი თუ მოძრავი ქონება შეიძინოს ან შექმნას რაღაცა მატერიალური სახლი ააშენოს დაუშვათ და რაღაცა დოვლატზე, კომფორტზე ორიენტირებული სახლია, ხო? და პასუხისგებელი სახლია. ეს არის ფინანსური პერსპექტივები, ლოტარიაში ან სხვა თამაშებში მოგების შესაძლებლობა, თუ სახლი ძლიერი, ამაზე მერე ვისაუბრებთ. და მისი ძირითადი მახასიათებლები არის ეს რესურსები, ქონება, შემოსავალი, ბიუჯეტი, კეთილდღეობა, ნაღდი ფული, შემოსავლის წყაროები და ხარჯვის ტიპები, ფლანგველი ხარ, არა ხარ ფლანგველი და ასე შემდეგ, ხო? ამასაც მივხვდებით ნიშნებზე, როცა ნიშნებთან პარალელს როცა გავავლეთ. მესამე სახლი, ეს არის კომუნიკაციის წერტილი, ანუ კუსპიდი. მესამე სახლი როცა კომუნიკაციის წერტილი. აქედან მესამე სახლი პასუხისმგებელი ადამიანის ურთიერთობებზე გარშემომყოფებთან. ახლობლებთან, მეზობლებთან, ნათესავებთან, სკოლაში ვისთან როგორ ურთიერთობს, ასევე არის ეს როგორ აღიქვავს ახალ მასალას, როგორ შეუძლია ამ ახალი მასალის ინფორმაციაზე მაქვს საუბარი, დამუშავება. მესამე სახსაბარია ასევე მოკლე მანძილზე მოგზაურობები და აქ მინდა დავაკონკრეტო ამ მოგზაურობებთან, რომ მოკლე მანძილზე მოგზაურობა თბილი საქართველოში და მოკლე მანძილზე მოგზაურობა ამერიკაში ან თუნდაც რუსეთში არის ცოტა სხვადასხვა ცნებები. და ამიტომ როცა ვსაუბრობთ მოკლე მანძილზე, იმ ტერიტორიიდან გამომდინარე ვამბობთ, ხო, ეხლა საქართველოს ერთი წერტილიდან მეორე წერტილზეც მოკლე მანძილია და ასე რომ ვთქვათ, შიდა მოგზაურობები, ქვეყნის შიდა მოგზაურობები არის მესამე სახლი და არა საზღვარგარეთ გასვლა და მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში ან თურქეთში გადასვლა ჩვენთვის მოკლე მანძილია, სხვაგან გატიხარ და უკვე საზღვარგარეთია და როცა ამერიკაში ერთი შტატი, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო რო შეაერთო, სამჯერ ჩაეტევა ეს ტერიტორია ცალკეულ შტატში მეტჯერ თუ არა, ხო? მაგრამ შტატს თუ არ ცდები, ის ნაკლებად სავარაუდოა, რომ ითვლებოდეს შორმანძილზე მოგზაურობად. შეფასების სახანი ხდება. ძირითადი მახასიათებლები მესამე სახლის ეს არის, აი, რას ეხება, რა თემებს ეხება, დაძმები, მეზობლები, მეგობრები. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ტოლები და სწორები. აი, შენი ტოლი და სწორი ვინც არის? ასაკობრივად და უფლებრივად. მაგალითად, მე და ჩემი ბიძაშვილი, რომელიც არის ჩემზე, მამაჩემის ხელა, უბრალოდ დედაჩემის ხელაა, მე და ჩემი ბიძაშვილი ვართ ტოლები და სწორები მიუხედავად ასაკობრივი განსხვავებისა. და მე და ჩემი 80 წლის მეზობელიც ასევე ვართ ტოლები და სწორები, იმიტომ რომ ორივეს ერთნაირი უფლებრივი მდგომარეობა გვაქვს. სამსახურშიც ჩემი თანამშრომელი, რომელიც სტატუსით ჩემნაირია, და შეიძლება ასაკით უმცროსი იყოს ან უფროსი, ის არის ტოლი და სწორი, ხოლო პატარა ჩემზე გაცილებით პატარა, მაგრამ უფროსი უკვე აქ აღარ, მესამე სახლი აღარ არის, იმიტომ რომ ის სტატუსობრივად სხვა კატეგორიაში გადადის. ტოლს და სწორს ვეღარ დაუძახებ ამას. მესამე სახლია ასევე ვთქვი უკვე დაწყებითი და არ ვთქვი დაწყებითი და საშუალო განათლება, მოკლე მანძილზე მგზავრობები და გადაადგილებები, ასევე სატრანსპორტო საშუალებები, მოკლე მანქანა, ველოსიპედი, რა ვიცი,
სამარშრუტო ტაქსები და ტაქსები, ავტობუსები, მოკლე მანძილზე რაც მოგზაობს, რაც მოგზაურობს, ასევე არის წერასთან დაკავშირებული ყველაფერი, ანუ გაზეთები, ჟურნალები, საბუთები, წერილები, მიმოწერა, ხო, ან მიმოწერის საშუალებები, ინტელექტი და ნერვული სისტემაც, რა თქმა უნდა, როგორ აღვქვათ რაღაცებს ჩვენს ირგვლივ და ჩვენს გარშემო. მივედით მეოთხე სახლთან. მეოთხე სახლის მნიშვნელობა, ну, თავისთავად ცხადია, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. და მეოთხე სახლის medium coils, immune coils ვეძახით, ხო? კურსპიც IC აწერია, ხო? ხო. ნადირს ვეძახით ხოლმე კიდე. ეს არის რას? ნადირი, ეს ქართულად immune coil. IC ხო. მეოთხე სახლის ის და რა არის ეს სახლი? ეს არის მშობლები, ფესვები, სიცოცხლის დასასრული გაგიკვირდებათ, მაგრამ სიცოცხლის, იმიტომ რომ ფესვებია, ხო? 12 არ არის? ანუ კი, არა, ნახე. ვფიქრობდი რომ მე-12. არა, არა მარტო მე-12. კომბინაციაშია. ბატონო? კომბინაციაში უნდა განვიხილოთ. ხო, რა თქმა უნდა, ხა სიკვდილზე თუ უშუალოდ სიკვდილზე ვლაპარაკობთ აქ, ცხოვრების დასასრულზე ეს არის ფესვები და იმიტომ ტრადიციაც ხო აქ არის და იმიტომ ეს არის ეს ეგრეთ წოდებული წარმომავლობის წერტილი, გენეტიკური და ამიტომ მოიცავს სიკვდილის თემასაც, რადგან აქ ჩვენ ხვდება წინაპრები. წინაპრები, ხო, ცოცხლები არ გვყავს, ხო, მარტო ბებია-ბაბუა ხო არ ითვლება, რომელიც შეიძლება მიმდინარე ამჟამად ცოცხალი იყოს. აქ ეს არის საიდანაც ჩვენ მოვდივართ, ხო? ეს არის ჩვენი, რასაც ჩვენ ვეყრდნობით, საიდან მოვდივართ, რაც გვაძლევს იმ ძალას, რომ ვიმოქმედოთ გარკვეული ხაზით. ეს არის ისეთი საკითხები, როგორიც არის ოჯახი, სახლი, მიწის ნაკვეთი, მიწა, უძრავი ქონება, ოღონდ აი როგორი უძრავი ქონება, იცით, აი იმით მემკვიდრეობით რო გადადის თაობიდან თაობაზე. ასევე არის ის ქვეცნობიერი სამყარო ადამიანის, რომელიც გინდა თუ არ გინდა ოჯახში ყალიბდება, ხო, ჩვენ ხო ვისდებით ამ მემებით, ამ რაღაც გარემოში, რომელიც გვაყალიბებს როგორც ადამიანს ჩვენ კულტურულ თუ სოციალურ აღქმებს. ასევე ეს მეოთხე სახლია დაკავშირებული ემოციურ მდგრადობასთან ადამიანის, რამდენად განიცდის რაღაცებს, ან რამდენად ღრმა არის ადამიანი, ან პირიქით რამდენად ზედაპირულია. თუ ტრადიციებს გავითვალისწინებთ და ვამბობთ, რომ ეს არის ტრადიციები და ეს არის წინაპრები, თავისთავად არის, რომ ეს არის სამშობლოს სახლი. და პატრიოტიზმი თავისთავად, ეს პატრიოტიზმი და სამშობლო მეოთხე სახლი არის, ამიტომ ხშირად ეუბნებიან მეოთხე სახლით მეოთხე სახელ მზეებს, ანუ მზეები, ვისაც მეოთხე სახლში ყავს, არ ურჩევენ არცერთ შემთხვევაში ემიგრაციას, იმიტომ რომ, ნუ, ეხა რანაირად, როცა შენი პირდაპირ გეუბნება მოხვედი, იმიტომ რომ აქ იყო მე მყავს მზე მეოთხე სახლში. რა ძირითადად ესე რომ შევაჯამო საგვარეულო ფესვები, ტრადიციები, მშობლიური სახლი, საკუთარი სახლი, სადაც ოჯახია, უძრავი ქონება, რომელიც ისევე მემკვიდრეობით არის გადმოცემული, არა მარტო მემკვიდრეობით, მაგალითად, მე თუ ვარ წარმოშობით გურიიდან, ჩოხატაურიდან და იქ ვიყიდე სახლი, ისიც ის არის, აი ფესვებთან დაკავშირებული რაღაცა, თორე სადღაც პალერმოში და ნორვეგიაში თუ ვიყიდე, ეს თემა ცოტა სხვანაირად არის. ოჯახი, შეიძლება რუკაში ასევე გამოხატავდეს მამას ან დედას, მეოთხე სახლი რითი იწყება, რა ნიშანით იწყება, ეს შეიძლება მამასთან ან დედასთან იყოს კავშირში. სანუკვარი ოცნებები, ქვეცნობიერი და რადგან დედას ან მამას შეიძლება გამოხატავდეს თავისთავად და წინაპრებს, აი ამიტომ სიცოცხლის და
სიკვდილის თემა ამიტომ არის და დასაწყისი და დასასრული აქვე ვიტყვი ახლა სხვაგან არ მithქვამს უბრალოდ აქ დავაკონკრეტებ ეგ მეოთხე სახლის მართველი ანუ მეოთხე სახლის შეესაბამება კირჩხიბს და მართველი მთვარეა და ანუ მთვარის თემებია მთლიანად ხო მეოთხე სახლში და მთვარე არის დედობასთან დაკავშირებული მთვარე არის ლილიტი ანუ შინაგანი ცუნება ეს აი ძალიან ბევრი რაღაც არის და მთვარე არის რა თქმა უნდა ღამის მნათობი და შესაბამისად ცხადია რომ სიკვდილიც მანდ არის ხო ქალის ჰოროსკოპში მეოთხე სახლი აი ხა აქ ვიტყვი რომ შეიძლება ნიშნავდეს კი რა განსაზღვრავს სექსუალურ ცხოვრებას ანუ მეოთხე სახლი მოვიერი რაღაცაზე შეიძლება მიგვანიშნებდეს ხო არა მარტო სახლი რა თქმა უნდა მარტო სახლზე ხარ რასაც ვამბობ ეგ მარტო სახლი არ განაპირობებს ყველაფერი ერთად მეხუთე სახლია ეს არის მეხუთე სახლს ესე რომ დავარქვათ ტოლვების და ვნებების წერტილია კუსპიდი მისი და ჩვენი ვნებებს გულისხმობ ყველანაირ ვნებებს თითქოს რუსულად უფრო და ინგლისურად ეს passion რომ ესმის და stress რომ ესმის უფრო გახსნილი სიტყვა მრავლის მომცველი ვიდრე ქართულად ვნება ვნებას რო გაიგებენ სულ სექსუალურ ვნებაზე მიდიან ხოლმე ადამიანები და ამას არ გულისხმობ passion და აი stress ხო რა არის აზარტული თამაშიც ვნება არის მისწრაფება კიდე ის არის მიზნის მიღწევასთან ზუსტი შესატყვისი ჟინი რო ვთქვათ ქართულად ბატონო ჟინი ჟინიც შეიძლება ჟინი უფრო შეერთსოთმისება ხო ჟინი ვნება აი რაღაც ერთი სიტყვით მაინც ხო და მაშინ როდესაც fashion ორივეს გამოხატავს რა რომ და stress რო რაღაც სულით გულით ყველაფრით რო აკეთებ შეიძლება ხეზე მუშაობდეს ადამიანი with passion ხო ანუ ვნებით ხო ანუ ჟინით რაღაც თქოს დაიჟინა ამ შემთხვევაში ესე გამოვიდა თქვათ კარგად ვერ გამოდის ანუ მისწრაფება ყველაფერი ერთად მისწრაფება ვნება და ჟინი ერთად გამოდის თქვათ ალბათ მთელი გულით მთელი სიყვარულით მაგით გამოვხატავთ ხოლმე ხო მაგრამ აი stress გაზარტნი მიგრამ აქ საერთოდ რა მთელი სიყვარული არ არის აქ უფრო დამოკიდებულების კემიტი ხა ანუ ის აი კარგი სიტყვა არის გახელება აი ტარიელს რაც ემართება რომ გახელდა ეგ ანუ იმის მეტი რო არაფერი არ გაინტერესებს და იმაზე ხარ ესე გადართული და იმით ცხოვრობ ალბათ ეს მდგომარეობა არის ამას აგებს შესაბამისად რა თქმა უნდა აქ იქნება რის მიმართ აქ ადამიანებს ესეთი ლტოლვები და ვნებები და გახელება რამ შეიძლება გაახელოს აგერ გახელებული ყავს ამ წუთას რუსა ხო შვილები სცენა აზარტული თამაშები სცენა ფართო გაგებით სცენა ანუ ოვაციის სურვილი რომ აი ამ და მიიღო პატივი ხო პატივი გცენ და რაღაცნაირად მოგცენ ეს ენერგიები ხო ეს არის ფიზიკური შთამომავალი თქვი შვილები ხელოვნების სხვადასხვა სფერო აქაც სადაც შემოქმედებაში ხარ ჩართული მთელი შენი ვნებითა თუ ჟინითა თუ ლტოლვით და ახლა ის ხო თქვით რომ ამ ცუდიცა აქ შეიძლება კაპრიზულობა კაპრიზები აჩემებებიც იყოს ხო ნეგატიური თვალსაზრისით რაღაცა ჩაციკვა აქ მოდის ხო და დამოკიდებულებაც აქ მოდის ხო ნარკოდამოკიდებულება მაგალითად ხო აი გულზე რო გასკდები და გული რო შეგულზე შემოგეყრება ესეთი სიტუაცია მის ძირითადი სიტყვები რო ვთქვათ ეს არის სიყვარული ნება ლტოლვა ეროტიკა და არა სექსი იმიტომ რომ აეროტიზმშიც ეს არის რომ რაღაცა ვიღაცას თავი მოაწონო და ესე იყო ხო საკუთარ თავზე თუ სექსში იმაზე ფიქრობ რომ სიამოვნება მიიღო ეროტიზმის დროს ვცდილობ რომ სხვაზე შთაბეჭდილება მოახდინო სხვა ეფექტი აქვს ხო ამას ოდნავ ასევე არის დასვენება იმიტომ რომ ახლა მინდა გითხრათ რომ პლაჟზე წოლა კოქტეილით და ჩამავალ მზეს ჩამავალ სუყურო მაგას რა ჯობია გართობა ყველანაირი სიამოვნება ნადირობაც ანუ როგორც სიამოვნების ერთ-ერთი ფორმა ხშირად ამბობენ ხოლმე რომ ასევე თევზაობა და თუმცა ჩემთვის აი ეს
თევზაობაში ეს იმდენად მშვიდადგანა, რომ იქ სად არის აზარტი ვერ ვხედავ და ამიტომ თევზაობა მგონია რომ მეხუთე სახლის თემა არ უნდა იყოს. მოკლედ ძალიან დატვირთული სახლი გვაქვს მეხუთე სახლი. მეექვსე სახლი ზოგან წერია ესე რომ ძალის და ზოგან წერია რომ ამტანობის სახლი არის. ამტანობი, რამდენად ამტანია ადამიანი, რამდენად ძლიერია ფიზიკურად, მენტალურად და ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ეს არის მსახურების და ყოველდღიური რუტინული შრომის სახლი და ასევე ჯანმრთელობის რამდენად ყოფნის ჯანი, რომ გაუძლო ყოველდღიურად დატვირთვას, აი ამაზე პასუხისმგებელი სახლია. ამ სახლში მეექვსე სახლის განსაზღვრავს თუ რა მიმართულებით შეიძლება ადამიანი მუშაობდეს. მე ვგულისხმობ საკუთარ ბიზნესთან ამას კავშირი არა აქვს. მეორე სახლი შეიძლება გვიჩვენებდეს საკუთარ ბიზნესის წარმოებას, მეექვსე სახლი და იქ მუშაობდეს, შენ თავზე მუშაობდე, იქ სხვა არის და ეს არის სხვის სამსახურში მსახურობდე, ანუ ემსახურებოდე რაღაცას, ხო? ეს არის თუ როგორ ასრულებს ადამიანი ამ თავის მოვალეობებს. ცხადია, ხა რაღაცა ნიშნებში თუ ეს მეექვსე სახლი ძალიან კაი მუშაკიც არ გამოვა, ხო? და რუტინული სამუშაო შესრულებას ვერ შეძლებ. და ჯანმრთელობას მარტო ფსიქიკურ ჯანმრთელობას მარტო მეექვსე სახლი არ განაპირობებს და უნდა იყოს მე-12 სახლის რაღაცა და შესაბამისი პლანეტების ჩართულობა, მაგრამ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ეს სახლი აგებს პასუხს. და ამის ძირითადი მახასიათებლები არის სამსახური, ყოველდღიური საზრუნავი, მოვალეობები. შეიძლება ადამიანი არ მუშაობდეს და დიასახლისი იყოს და ამ რუტინას ასახავდეს, ხო, ეს ჩვეულებრივია და დავუშვათ გლეხიც არ მუშაობს სადღაც, ხო, მაგრამ ეს ყოველდღიურ სამსახურს აღნიშნავს. ასევე აქ არის გლეხი ვახსენე და კარგად მივაყოლებ, რომ ეს შეიძლება იყოს მიწათმოქმედება, ეს შეიძლება იყოს ცხოველები და ფერმები, შინაური ცხოველები, რაც ანუ ზოოპარკი არა, სახლში რაც ყავს კატიდან დაწყებული, ძროხით დამთავრებული თუ ცხენით, ავადმყოფობა, მკურნალობა და რამდენიმე ადგილას ვნახე, რომ წერია ვალები. ანუ ვალების თემასაც მეექვსე სახლი მოიცავს. ჩემთვის ვფიქრობდი, რომ რატომ ვალები, იმიტომ რომ ვალის გასტუმრებას უნდა ალბათ ეს, რომ რუტინულად იმუშაო იმაზე, რომ ვალი დაფარო, ხო? და ვფიქრობ, შეიძლება კრედიტები უფრო, ხო? აი რაღაც ესეთი რომ კრედიტსაც ყოველთვიურად გადახტაონ და ამიტომ გადის შეიძლება გადიოდეს რუტინულ საქმიანობაში. მეშვიდე სახლი. მეშვიდე სახლის კარიბჭეს ვეძახით descendants. ეს არის პირველი სახლის საპირისპირო სახლი, ხო ესე? შესაბამისად, თუ პირველი სახლი იყო მესწერტილი, descendant-ის, ანუ ascendant-ი თუ იყო მე, descendant-ი არის შენ. ინგლისურად კარგია რომ you ვთქვა, ეხლა ამ წუთას, იმიტომ რომ you არის ხოლობითის და მრავლობითი სუბიექტის აღმნიშვნელი. ანუ შენ თქვენ. ეს არის სხვისი ენერგია, სხვისი შემოსავლები, სხვა ადამიანი, ხო? და რას აღნიშნავს? ეს არის მეუღლე, ნებისმიერი ფორმის პარტნიორი, ნებისმიერი ფორმის პარტნიორი. ბიზნესი იქნება, ცხოვრებისეული პარტნიორი იქნება, თუ ჭადრაკს ვისთანაც თამაშობ, აი ადრე რო იყო ხოლმე, რო იკრიბებოდნენ, ხო იცით და ქუჩაში რო თამაშობდნენ. ეხლა რაღაც ფილმი გამახსენდა, სამაე აბაიაწილნა, სამაე პრივიკა საბჭოთა ფილმი როა რეზანოვის. იმას როთან მე მგონი არც არის რეზანოვის. პინგ-პონგის პარტნიორი რო ყავს შესვენებაზე პინგ-პონგს რო თამაშობ, ხო, აი რაღაც ესეთი, ხო? მე კი გადაიზარდა იქ რომანტიკაში, მაგრამ მაინც. და ასევე არის alter ego, ანუ როგორ ვლინდება ჩვენი თავი, შეიძლება აღნიშნავდეს ამას, ხო? პირადი ურთიერთობები სხვა ადამიანებთან. მეშვიდე სახლი არის არა დედაშვილური,
არა თანაბარი, აი როგორც დავუშვათ მესახლი ვამბობ ტოლსტორებთან, როცა გვაქვს ურთიერთობა, იქ ინტერესია, რაღაც ინტერესია, რომელსაც განიხილავ ან შენს პარტნიორად, ან შენ სტოლდასწორად კი არა შენნაირად ესე ვთქვათ, აი მოდი ესე ვთქვათ, ხო? როდესაც თუ აი მეუღლეების მაგალითზე ფიქრობ, რომ შენნაირი ადამიანი იპოვე, ხო? დაუშვათ შენთვის შესაფერისი და მტერიც იგივეა, ხა ჩემი ახსნა არ დაგჭირდებათ, რომ აი ბავშვები, ბიჭები განსაკუთრებით თან თუნდაც გოგოები ბავშვობაში რომ ძიძგილაობენ და სულ რაღაცას ვერ იყოფენ, იმდენად ერთნაირები არიან, რომ მე ან მთელი ცხოვრების კუბოსკარამდე მეგობრები ყალიბდებიან, ან მოსისხლემტრებად ყალიბდებიან. ერთნაირობის თემაა, ხო? ამიტომ მტრებსაც ეს სახლი მოიცავს. აქვე არის ვაჭრობა, გარიგება, კონკურენცია, თანაავტორობა, ასევე ეს არის, ხო, პარტნიორი, საქმეს აკეთებ, ხა წიგნის თანაავტორი ხარ თუ ფილმის თანაავტორი, ერთად აკეთებ ეს ერთ რაღაცებს, ხო? ეს არის კავშირები, შეთანხმებები, კამათი, დისპუტი, სპეკულაცია, კარგია ვთქვა, რომ აშკარა მტრები, ფარულ მტრებთანაც მივალთ და როგორ შემიძლია ეს რომ გავაერთიანო ესეთ რაღაც შენ წერტილთან რაც ასოცირდება მაგალითად პარტნიორულ ურთიერთობებში შეიძლება იურიდიულ ქორწინებას ან ჯვრისწერას აღნიშნავდეს და აი სპეციალურად ვუსმევ ხას რომ ეს თუ არის მტრებს შეიძლება აღნიშნავდეს ეს ყოველთვის არის ის რომელიც ჩუმად მიწას კი არ გითხრის აშკარა დაპირისპირებაში ხართ შესრულები ესეთ ადამიანებს გამოხატავს მივედით მე ბატოა კითხე რამე რუსკათუ არა ის ვიღაცები შემოდიან მერვე სახლი მოდას თუ ჩემენ იტკალკელ ქენ ხო დეკომაშნია შო მოჩ მესამე სახლი პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ რომ კრიზისის სახლია განსაცდელის სახლია და სიკვდილის სახლია პირდაპირ აი წაღა რომ იმაზე მითხარ ციკლს რატო აღნიშნავს მეოთხე მერვე სახლი აღნიშნავს არის ესე ხო არის დედლაინ ასე ვთქვათ სადაც ხდება ეს ჩვენ სიკვდილსაც ხო ჩვენი გარდაცვალების ისიც არის ნახეთ აი ამ თემაზე გინდა ეს გარდაცვალება ვიცი ხო ნახამი გაქვს მაგრამ უბრალოდ მეკითხები ანუ მაგ თემასაც მე ნახეთ ესე ტრანსფორმაციას რახან ტრანსფორმაციის სახლს რო ეძახიან რას ნიშნავს ტრანსფორმაცია ყველაზე აშკარა გამოვლინება ესე მაგალითი რო ვთქვათ ეს არის მუხლუხო რომელიც გადაიქცევა პეპლად სიკვდილი აქედან რო გადიხარ ან დედამიწის რეალ ჩვენ ცხოვრებიდან რო გადიხარ სადღაც მიდიხარ ხო ანუ ქართული სიტყვა გარდაცვალება გაცილებით ამ სახლს ვიდრე სიკვდილი იმიტომ რომ არაფერი არ მთავრდება სახე ფორმას იცვლის და სხვაგან ვითარდება ხო ამას ახლა ესე რომ მოკვდები თუ გარდაიცვლები ვის როგორ უნდა ახლა ვის როგორ აწყობს ხო ესე რა თქმა უნდა მესამე სახლი მერვე სახლი რა ნიში არის ამას მხოლოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არაფერზე ესე პირდაპირ არ მიუთითებს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოს მერვე სახლის შეარსებული პლანეტები მერვე სახლის მმართველი თანამმართველი კონკრეტული ვითარება, სიტუაცია და ასპექტები, როდესაც ამაზე ვალაპარაკობთ. როდესაც მერვე სახლთან დაკავშირებული რაღაცა ასპექტებია, შეიძლება ადამიანს უბრალოდ ფული წააგოს. სახლი დაეწვა, ანუ ეს არ არის, გინდა თუ არა, გარდაცვალება და შეიძლება ბეჭედი დაკარგოს, ან აქ არაფერი ისეთ, შეიძლება ჭიქა გაუხდეს, რომელიც ბებიამისის ბები ის არის და უყვირდა ან რა ვიცი, გუშინ იყიდა, მაგრამ ძალიან უყვირდა. ეს არ ნიშნავს, რომ
გიდა თუ არა რაღაცა მოხდება და მე ამ დამუშავებაზე რომ მივალთ ვიტყვით ამას. ეს არის რა თქმა უნდა სარისკო სიტუაციები, საიდუმლო საქმეები, ფარული რაღაც მოძრაობები, ოჯახური საიდუმლოებები, საიდუმლო და არალეგალური საქმიანობიდან შემოსავლები. ეს არის ოკულტური მეცნიერებები, ჯადოქრობები, მე რო ესახლე სპირიტიზმი, დემონიზმი, შავი მაგია, რა ვიცი, თუ კი რამე შეგვიძლია რომ წარმოვიდგინოთ ესეთი. აქვე ვიტყვი რომ მეორე სახლისა და მერვე სახლის ასპექტები ნებისმიერ პლანეტარული იქნება თუ სახლები თუ ასე შემდეგ, რაღაცა ასპექტები განაპირობებს იმას, რომ აი მე წაღარ ვახსენე ბიზნესი, დიდი ბიზნესის მაჩვენებელი არის ეს. ანუ კრიზისების მერვე სახლი თუ არ არის ადამიანის ნატალურ რუკაში რაიმე ფორმით ჩართული და მით უნდა ხვდებით ალბათ რომ ფინანსური კეთილდღეობაზე და რასაც აგებს იმპლანტებთან მიმართებაში დიდი ბიზნესი არ არსებობს. დიდი ბიზნესი არ არსებობს დიდი რისკის, კრიზისის, დაძაბულობის, ღამეების, თევების და გულის გახეთქვის გარეშე. ამიტომ მერვე სახლი თუ არ გაქვთ დატვირთული, ესეც შეიძლება არის ოცნებოთ დიდ ბიზნესზე. ეს არის ასევე პარტნიორული კაპიტალი, შპს-ები და არა ინდმეწარმეები, თუ მეორე სახლი შეიძლება იყოს ინდმეწარმე, მეხუთე სახლი არის ბოდიში მერვე სახლი არის საერთო კაპიტალი, შპს, მემკვიდრეობა, დაზღვევა, მემკვიდრეობა, იმიტომ რომ აი ქონება რომ მიიღე ვიღაცის ტრანსფორმაციით, ხო ესე. დაზღვევა, ანდერძით მიღებული ქონება, ასევე ანდერძი, სანოტარო საქმეები, გამოძიებები, იმიტომ რომ ეს ხო დაფარულ რაღაცეებს ეხება და დაფარული რომ გამოავლინო. იცით, ხშირად წერენ, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობას და ძალადობრივ სიკვდილს აღნიშნავს. ახლა აი, ნახეთ, მე მერვე სახლელი მზე ვარ. და რა, ეხლა მომკლავს ვინმე? ასე რომ ვილაპარაკოთ. და დავუშვათ თუ მე ან ვინმე ნებისმიერი სხვა ადამიანს აქვს დავუშვათ მერვე სახლში მზე ეს იმას ხო არ ნიშნავს რომ ან ახალგაზრდა მოკვდება, ან ავარიაში მოკვდება, ან რაღაცას არაფერს ეს სატურნიც მერვე სახლში მყავს. და ესე იგი რაღაცა ვიღაცამ უნდა ყელი გამომჭრას თუ აი რა არა ეს ნიშნავს იმას რომ მე ცხოვრებაში მექნება ბევრი ტრანსფორმაციის შესაძლებლობა. გინდა კრიზისი დავარკვათ, ამას კრიზისული ვითარება მექნება, ან მექნება და ნუ მქონია კიდევაც მრავალი არაფიზიკური საფრთხე. არამედ აი ესეთი რაღაცა სადაც მიწევდა სახეცვლილება და ტრანსფორმაციის ის. ეს არ ნიშნავს არაფერს, არ ვიცი, ახლა ნატალური მზე და ნატალურ მზეს თუ სატურნი დაუკვადრატებს ტრანზიტული და ხოლო ტრანზიტული მზეს ნატალურ სატურნთან მოვა კვადრატში და კიდე სადმე ოპოზიციაში პლუტონი გამოერია, შეიძლება კი გავგორდე, მაგრამ ნუ რა ვიცი, ხა არ დავიწყებ ახლა მაგის ძებნას, როდის მოხდება ეგ ამბავი თქო, ხო? თან თუ მე-12 სახლიდან შემოვიდა. რა ვიცი, ესე არ უყურებ ამ სახლს, მე უყურებ მართლა როგორც შესაძლებლობებს. მერვე სახლის მზე, რა თქმა უნდა, უფრო მეტად კარგულია ვიდრე სხვა. უფრო მეტი ადაპტაცია, ტრანსფორმაცია შეიძლება სჭირდებოდეს ადამიანს. ხო, ნუ ისევ ამბობ, ვიღაცა მოკვდება, თავი ესე სწამს, რომ ვიღაცა მოკვდება და ვიღაცას გონია, რომ ტრანსფორმაციას განიცდის და ალბათ შეიძლება ესეც განაპირობებს იმას, რომ სიკვდილის როგორც ესეთი შიში არ მაქვს, პირიქით გონია, რომ როდის გამსხეულდები ნორვეგიაში, ესეთი თემაა. ესე ხუმრობის. ტრანსფორმაციაც ხო ერთგვარი სიკვდილი და განახლება, ანუ ამას როგორც ვამბობ, ფენიქსივით რო აღგები, ეგეთი ვიღაცა პროცესია. კონცენტრირდება იმაზე, რომ მერვე სახლი არის ეს გარდაცვალება და ეს არის მცდარი მიდგომა. ეს არ არის ფინიში, ჯერთი მერვე სახლია და არა მე-12, ხო? და მე-12-ც არ არის ფინიში, პირიქით, ანუ სხვა რაღაცეებზე ვსაუბრობ, მაგრამ
ვინ რას უდგება? აი, უყურე ესეთ რაღაცას ვამბობ, რომ აი დავუშვათ მიდიხარ და ჩემთვის არის ღამურა ძალიან ისეთი რაღაცა რა და ოთახში არის ღამურა, მაგრამ დავუშვათ იმ ოთახში არის ოთახში იმიტომ რომ ჩაკეტილი სივრცე იყოს რაღაც ისეთი, რაც ჩემი ცხოვრებისთვის და ჩემი შვილის ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია. ჩემი ცხოვრებისთვის შეიძლება არ შევიდე, იმიტომ რომ მე ბავშვი მყავს გარეთ ხოჭოსთან დატოვებული და თვითონ შევარდი სახლში, მაგრამ იქ მამამისი იყო და ვიცოდი რომ მიხედა ხოჭოებისაც მეშინია, ამიტომ თავს ვერ დავდებ რომ ისა რა ქვია ესე ვიზავ, მაგრამ აი ბაჩემ შულს ჯანმრთელობისთვის ამე რომ ნუ შევალე ხა ღამურიან სახლში ალბათ ხო რა ვიცი არჩევანის წინაშე რომ ეს არის ძალიან უტრირებულად ნათქვამი ხო ხვდებით რას ვამბობ რა რა ვიცი ხა აღარა ვარ 20 წლის და ვიცი რომ რა ტკივილიც მომადგა ცხოვრებაში ყველამ გამზარდა ძალიან ბანალური ისეთია ხო ნათქვამია მაგრამ უფრო ძლიერი ხარ უფრო მეც ხედავ პირველად მეგობრის ღალატი რო იყო რავი დეპრესიაში ჩავარდი და აი განვიცადი და ამან არ მათქმევინა უარი მეგობრობაზე ეხლაც სულ რამდენიმე ხნის წინ იყო რომ ისეთ ადამიანმა ისეთები ჩაიდინა რომ მა ჩამომივარდა უბრალოდ ამდენი როგორ შეეძლო არაფერ არ მქონდა ეს მოლოდინი მაგრამ ამის გამო აი ორი კვირაც არ ერთი ვიღაც არ მინერვიულია უბრალოდ მივიღე იმიტომ რომ გავიზარდე ამ იმაში ყველასგან ყველაფრის მოლოდინი მაქვს არც ერთი წუთით არ დაკნინდა ჩემი დამოკიდებულება სხვა მეგობრების მიმართ ან მზაობა რომ ვიმეგობრო ვიღაც ახალ ადამიანებთან ან ხო ხვდებით რასაც ვამბობ ყველასგან ველი უკვე იმას რომ შეიძლება ის გააკეთო რომ მე ძალიან ბოლოში გადამწიონ საკუთარი ინტერესის გამო ეს ვუშვებ რომ შეიძლება გააკეთოს ყველამ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მე ვიცი კონკრეტულად თქვენ რომელიმე ამას გამიკეთებთ ხო ამიტომ რატო დავდგე ესე არ შევიდე ახალ ურთიერთობებში ან ძველზე ვთქვა უარი ტრანსფორმაციამ მომიყვანა აქამდე კრიზისებმა მომიყვანა რომ საერთოდ კი ან შემეძლო ესე განვითარებულიყავი რომ 1-2 ღალატის მერე მეგობრის მხრიდან საერთოდ მე თქვა უარი მეგობრებზე და ყველა ხო არიან ადამიანები რომ იკეტება აი ახალგაზრდობაში ყავდა მეგობრები მე რაღაც დაემართა და საერთოდ არ უნდა არავისთან ურთიერთობა ესეც არჩევანია მე მომეცა აი ამ მაგალითზე მინდოდა მე თქვა იმის თქმა მინდოდა რომ მე რო სახლი მაყენებს შევიცვალო რაღაც ღირებულებები შევიცვალო და რაღაცა განვითარდე მე მაგალითად რომელსაც მთელი ცხოვრება მქონდა ინტელექტის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება და მეგონა რომ ადამიანი რომელსაც მაღალი ინტელექტუალური არ არის ის უბრალოდ ადამიანიც არ არის ასეთ ადამიანს მე აუტისტი ძმა მყავს და მინდა თუ არ მინდა ძალიან გადავაფასე ადამიანების ინტელექტუალური შესაძლებლობები ისე ანუ ცოტა რომ გადავუხვიოთ ანუ ცხოვრება სადღაც ყველა მაგალითით ან ყველა შემთხვევით რასაც გიგზავნის მიმღებლობას გასწავლის საბოლოო ჯამში ჩემი აზრით ბევრი რაღაცის მიმღებლობას არა გასწავლის თუ არ გასწავლის ეს უკვე ჩვენ თავზე შეგვიძლია თვითონ ვთქვათ რაღაცა ვისწავლეთ ერთი და იგივე სიტუაცია რომ გიმეორდება ხო შესაბამისად ჯერ შეიძლება გასწავლის მე შეიძლება უკვე ისწავლე ეს კარგად მაგრამ მე გამოგცდის აბა კარგად ისწავლე თუ არა გაკვეთილი არ ვიცით ჩვენ რა მიმართულებით განვითარდებით არ ვიცით მე მაქვს შემთხვევა როდესაც ადამიანი ფსიქოლოგთან იწყებს სიარულს და 2 წლის თავზე იმაზე უარესი ადამიანია ვიდრე 2 წლის წინ იყო 2 წლის წინ იყო კარგი და სხვებისთვის მისაღები ეხო ეს ფსიქოლოგი პიონებია რომ პირველი იმას გეტყვია მაგრამ თავის თავსაც ხოვნებს ანუ საახლობლო და მისი გულშემატკივარი წრე თუ ყავდა 100 კაცი დავიდა 5-მდე და რა ვიცი ეგ ფსიქოლოგის კომპეტენციაზეც ხამოყოლებს რაღაც კუთხით ან რამდენად პროფესიონალი ფსიქოლოგები გვაქვს ნახე პირველ რიგში შენ იწყებ შენ თავზე მუშაობას და თუ იმ მიმართულებით მიდიხარ რომ beta version უკეთესი ვერსია კი არა უარესი ხდები რა ვიცი ახლა მე მგონი ანუ ამის თქმა მინდა რომ კრიზისმა შეიძლება ორივე აი გულწრფელად მითხარით ახლა რუსას რაც შემთხვა რომელი დედა შეძლებდით ესე როგორ გითხათ? აი კედლებზე რო არ გაგევლოთ ეგრე ამის მიღებას, ხო? ან რაღაცა მე მაქვს ძალიან დიდი მიმღებლობა. ყველაფერს. ესეთი რაღაცა იმ დონეზე იმ ხელა ტრანსფორმაცია გავიარე და ისეთი რაღაცეები ვაპატიე. ხავს, რომ აი ძალიან დიდი მიმღებლობა მაქვს.
ფიზიკურად ვერ გააჩერა ღმერთმა რაღაცებმა ეს გასწავლათ და თქვენ ისწავლეთ და რა თქმა უნდა ისწავლით თქო ეს უტრირებულად ვამბობ ეს ხო ყველაფერი განაის არ მესმის რომ ორმნიშვნელოვანი ორუცნობიანი ამოცანა არ არის და მრავალმნიშვნელოვანი მატრიცაა ეს ამას განა ვამბობ მე ვამბობ იმას რომ თითოეულ გაკვეთილს ბევრი ვერ შეძლებდა ან გადადიხარ შემდეგ კლასში ან გადმოდიხარ ან რჩები იქ და ვერც კლასში ვერ გადადიხარ ამიტომ ვამბობ რომ მერვე სახლის შიში ჩემთვის არის აბსოლუტურად აი წარმოუდგენელი პირიქით ჩემთვის ერთ-ერთი გამოწვევაა სოფოს სიკვდილი იმიტომ რომ ზუსტად ვიცი ანუ იმ საქმეს რასაც მე ვემსახურები და ვაკეთებ აი ამ საგვარეულო წმენდებს და მთელი საგვარეულოს მომადლიერებას ასე ვთქვათ და მომავალი შვიდითაობისთვის სუფთა ფურცლიდან ყველაფრის დაწყებას ჩემთვის ეგეც კი ერთგვარი ძალიან მაგარი გამოწვევა იქნება ზუსტად რაც ახლა თქვი რუსა ეს მთლიანად მერვე სახლი არის ეს მთლიანად მის ყველაფერი დავამუშავე მაგია მისტიკა ოკულტიზმი ყველაფერი მანდარი კი ბატონო მეცხრე სახლს ესე ეძახიან სულის წერტილი მეცხრე სახლის კარი ჭეს ხო ან მეცხრე სახლს თვითონ მეცხრე სახლი რა არის ეს არის ინტელექტუალური ცხოვრება რელიგია და მოგზაურობის სახლია, ოღონდ ახლა უკვე მოგზაურობა და არა მგზავრობა, ხო? აი ახლა მომაფიქრდა ეს, რომ თუ მესამე სახლის ვლაპარაკობ მოკლე მანძ, ანუ მგზავრობა არის აქედან გავემგზავრე ჩავედი ლაგოდეხში და თელავში. ან და მოგზავრობა აი ნორვეგიაში რო წავალთ სემინარზე, რაღაცა გადავეკიდე ამ ნორვეგიას, რატო არ ვიცი. მე და რატო არ ვამბობ ინგლისს ხო ალბათ ინგლისური სპეციალისტი რატო ინგლისს არ ახსენებს იმიტომ რომ ვიზის მიღება ცოტა რთული და შედარებით ადვილი ასასრულებელი ოკეი მეცხრე სახლი არის სულის წერტილი და რაზე გვაქვს ახლა აქ საუბარი თქვი ეს თემები რომელიც არის საკმაოდ ვრცელი ეს არის ცოდნა რომელიც სოფლმხედველობას აფართოვებს. ეს არის ფილოსოფია, რელიგია, მეცნიერება, რელიგია არა როგორც კულტი და როგორც მსახურება, არამედ როგორც ფილოსოფიის ნაწილი, ხო? ეს არის ზოგადად აბსტრაქტული როგორი აზროვნება, იცით, აი თეორიების შექმნა, თეორიების ჩამოყალიბება იდეების კატალიზატორი ხო ესეთი ეს არის მორალი ეს არის ეთიკა ეს არის მოძღვრობა ასე ვთქვათ ხო ვიღაცას რომ უბრალოდ კი არა ასწავლი რაღაცას მოძღვრავ რაღაცა თვალს უხელ რაღაც უფრო მეტზე ვიდრე მას თვითონ შეუძლია დაინახოს თუ ვიღაცის ცვლილება რო შეგაქვს ვიღაცის ცხოვრებაში ხო რაღაც ესეთი არის ეს არის ასევე შორეული ნათესავები ეს არის სასულიერო პირები აქ მეცხრე სახლი არის ასევე შეიძლება აღნიშნავდეს იცით რას აი ხო ვახსენე შემოსავლას ხშირად ვახსენებ ხოლმე სასულიერო თემატიკიდან მიღებული შემოსავლების სანთლების გაყიდვით თუნდაც აი ხო ხდებით ეს შეიძლება იყოს და რაც რა თქმა უნდა ეს არის უცხოენები და საზღვარგარეთი და უცხოენებიდან შემოსავლებსაც შეიძლება ნიშნავდეს ხო და მათ შორის თარჯიმნობით მიღებული შემოსავლები ბატონო რაღაც ხვები უკან არაფერი ესე იგი რო შევაჯამოთ ეს არის სოფხედველობა ფილოსოფია რწმენა რელიგია უმაღლესი განათლება ხო და არასასკოლო რომელიც მესამე სახლია შორეული მოგზაურებები სასამართლო საქმეები არის ასევე ავტორიტეტი არის საზოგადოებრივი ინსტიტუტები და შეიძლება თქვათ, რომ პოლიტიკური საქმიანობა იდეოლოგიის თვალსაზრისით, ხო? აი რაღაცა მომენტში თუ ასე მიუყვებით, რომ ანუ რაღაც სწავლება პოლიტიკური შეიძლება აქ მოვიაზოთ, ოღონდ არა აქტივობა, თვითონ პოლიტიკას არ გულისხმობ. აი ამ იდეოლოგიას, მარქსიზმს და ასე შემდეგ მიმდინარეობებს გულისხმობ, აქ შეიძლება იყოს. როგორც უკვე ვახსენე, პირველ სახლის კუსპი ასცედენტი ქვია,
მეორე სახლის მეოთხე სახლისას აისი ანუ ნადირი medium coeli ანუ ზენიტი ანუ ქვედანაწილი რო წარმოვიდგინოთ რუკას ქვედა მეოთხე სახლია ამის ზუსტად ამის ზევით მეათე სახლია ხო და ეს MC ანუ medium coeli შუა წერტილი ზენიტი და კარიბჭის ამ კარიბჭეს ანუ კუსპიც ქვია medium coeli მეათე სახლის კუსპიც გულისხმობ და ამას ასევე ეძახიან მიზნის წერტილს ეს არ არის ოცნებები ეს არის მიზნები ყველანაირი მიზნები იგულისხმება აქ პროფესიული სოციალური პროფესიული მიზნები წინსვლის კარიერის რაღაცის მიღწევის პოლიტიკური მიზნები იმიტომ რომ ეს მეათე სახლი ძალაუფლების არის როგორ ეს სახლი მიუთითებს იმაზე თუ როგორ ახორციელებს ადამიანი თავის ჩანაფიქრებს პოლიტიკური საქმიანობისთვის მეშვიდე სახლთან ურთიერთობა კავშირი უნდა იყოს აუცილებლად მეათე სახლის ხო რომ და კარგი პოლიტიკოსი რო იყოს მეათე მეშვიდე და მეოთხე სახლები რო უნდა იყოს ჩართული ხვდებით ხო ანუ ქვეყნისთვის სასიკეთო პოლიტიკოსი რო იყოს მეოთხე სახლი ჩართული უნდა კონდეს ანუ პატრიოტიზმიც უნდა კონდეს პარტნიორებთან ურთიერთობებიც უნდა კონდეს და მიზნების განხორციელებაც უნდა და ეს სახლები კიდე ძლიერიც უნდა კონდეს ხო და არა აფერისტი რა ვიცი შემდგარი პოლიტიკოსები იყვნენ ხო ოკეი პოლიტიკოსებსგან ბარემ ხა თემატურია და ეს არის მეათე სახლი პასუხისმგებელია კარიერაზე პირდაპირ ოპოზიციაში მოდის მეოთხე სახლთან რუკაში თუ მეოთხე სახლი მიგვითითებს იმას რომ ოჯახი და სახლი და რაღაცა ხალის რუკაში უსმევა ხალხს აი ძალიან რთული ხაზია ხალისთვის ხო ოჯახი და ოჯახში იყოს თუ კარიერას მისდიოს ეხლა დილემაა ყოველთვის ხალისთვის და რიგ შემთხვევაში როდესაც კარიერას იკეთებს და საქმეს აკეთებს ორი ცხოვრებით ცხოვრობს ანუ ერთი ცხოვრების განმავლობაში ორი ცხოვრებით ცხოვრობს თან დიასახლისობს თან ეს რა ქვია დედა ძიძა ანუ დიასახლის რაც ევალება იმას აკეთებს თან კარიერას აკეთებს ჩვენ რეალობაში ვამბობ ხო ეხლა დღეს მქონდა ინგლისურის გაკვეთილი ერთ-ერთ ჟურნალისტთან და ესეთი ტექსტი იყო რომ ორი ქალი საუბრობს და ერთი ამბობს რომ ჩემი ქმარიო ესეთიო მაღალიო სიმპათიური ატლეტი მოკლედ ესე გარეგნობას და ფიზიკურ აღნაგობაზე უსმენს ხას და მეორე ეუბნება რომ ჩემი ქმარს შვიდენაზე შეუძლია საუბარიო არაჩვეულებრივი მზარეული არისო აუთავებსო კერავსო და ეს მეორე კითხება რომ და ინგლისელიო და მიხვდებით ამითი რომ თუ ესეთი კაცი რომელიც სახსალაგებს საჭმელს აკეთებს და კერავს და აუთოებს ინგლისელისთვისაც უცხო თემა არა მარტო ქართველისთვის ხო რომ დაუშვათ კაცი თან აუთოვებდეს და თან ისრაელში ყველა კაცი აუთავებს სოფო რეცხავს ხეხავს გლეჯავს გასკდები გულზე რო ნახო მე იმის თქმა მინდა მე მინდა თქვა რომ გააჩნია კაც და გააჩნია საზოგადოებას რა თემაში არის ხო ჩემი ქმარიც ესე იყო რუსას ანამცოლს მოიყვანდა რა თვითონ აკეთებდა ყველაფერს მაგრამ მე უცბად ყველაფერი დაავიწყდა უცბად აღარ ახსოვს არც საჭმლის კეთება და არც სად არის სადრადევს ეგ ხო იცით ჩვეულებრივი ქართული თემა არის ჯერჯერობით თუმცა ეგეც იცვლება მოკლედ ასევე რა მინდოდა მე თქვა თუ გახსოვთ მეოთხე სახლზე ვთქვი რომ ეს არის დედა და მამა შეიძლება აღნიშნავდეს მეოთხე სახლი ხვდებით ხო კავშირს თუ მეოთხე სახლი დედას ნიშნავს შეიძლება მეათე მამას ნიშნავდეს და პირიქით ხო მამა დედას ცვლიდეს ეს მეათე სახლში შეიძლება ამას მე ხო მარტო ნატალის წაკითხვისთვის არა ხო ასევე მე პროგნოზირებითვისაც ვამბობთ ამ რაღაცეებს, ხო? ეს არის რეპუტაცია, ჯილდოები, კარმა, ნატალის პროგრესია, სოლარულ რუკაში მეათე სახლის გააქტიურება, მეათე სახლის გააქტიურება შეიძლება მიუთითებდეს სტატუსის ცვლილებაზე, ანუ სტატუსი ეცვლება ადამიანს. ეს შეიძლება იყოს, რომ დაწინაურება, ეს შეიძლება იყოს
გათხოვდა, შეიძლება დედა სტატუსი შეეცვალა, ან განქორწინდა ცუდ შემთხვევაში, თუ რა ვიცი, შეიძლება სასიკეთოც იყოს ვიღაცისთვის, რა. მოკლედ, ყველანაირად სტატუსის ცვლილებას ამას მინდა გითხრათ, ბებიობის სტატუსით შეიძლება იყოს აქ მოსაზრება. სტატუსი გეცვლება, რაღაცა სხვა გეცვლება. ჩვენ რეალობაში ძალიან რეალურია, რომ ბებიას რუკაში სტატუსი ეცვლებოდეს, იმიტომ რომ იმდენად დატვირთული და ახალი მიზნები უჩნდება, ეხლა ბებია დედაჩემის მაგალითზე გიტყვი, 3 ქალიშვილი, შვილი ყავს და მზითვებს აგროვებს რა, სტატუსი შეეცვალა. გოგოებს იმდენი მზითვები აქვს, ზოგს ეხლა დასმულ ქალს არ აქვს მაგდენი, უკვე დაგროვებული. რაღაცა ხო უნდა ქონდეთ ამ სტატუსით ქართველი ბებიის და რაღაცა რა უნდა ქონდეთ, არ ვიცი, აი ეხლა გეტყვი გოგოები ვართ სულ ყველა პირსახოცები, ჩაის სტილოები, ავის სერვიზები, რა ვიცი, ხალათები, აი არ ვიცი, ვერ არის თქვა ჯანსაღად დედაჩემი, მაგრამ ნუ საბნები აქვს უკვე და ამიტომ აღარ ნერვიულობს, რომ შევლენ სახში რაღაცა მაინც ექნებათ, ნუ აი ძალიან სასაცილო სიტუაცია. ამიტომ ვამბობ, რომ შეიძლება ქართველი ქალის ცხოვრებაში ბებიობასაც ინიშნავდეს ეს, ხო? ასევე აქ შეიძლება იყოს გამარჯვებები, აი რაღაცა კონკურსებში გამარჯვებები, რაღაცა დაჯილდოება, რაღაცა პრემიის მიღება, ტრანზიტში მეათე სახლში რო იყოს იუპიტერი, დამილა იქნებ გვეყიფსოს მე-13 რამენაირად ეს ბიუჯეტის სეკვესტრი მარტო ჩვენზე რომ მოქმედებს ყოველთვის რიგით თანამშრომლებზე და ოკეი, მე-11 სახლი, უსაყვარლესი, უბწყინვალესი სახლი, ეს არის სოციალურობის წერტილი, ეს არის სახლი, რომელიც აგებს პასუხს იმაზე, თუ როგორი მეგობრები ვართ და გვყავს, მეგობრობის გაგება როგორი გვაქვს, მეგობრობა ძალიან ფართო გაგებით, ანუ აი ავთანდილის და ტარიელის მეგობრობა, აი ასეთი მეგობრობა და არა უბრალოდ კლასელები და ჯგუფელები. კი არ ვაკნინებ იმას ვამბობ, რომ აი სიტუაციური მეგობრები არა, აი ესეთი უნივერსალურ ფასეულობებს ეხება მე-11 სახლი და უნივერსალურ მეგობრობაზეა საუბარი, რომელიც უძრეს დროს და ჟამს, ამას წინა ძალიან კარგი რაღაც წავიკითხე. მეგობარი, კარგი მეგობარი იმას კი არ ნიშნავს, რომ შენი ან არ შეშურდება, ან არ იეჭვიანებს რაღაცაზე. აი ამას რომ მოერევა, რომ შეშურდა შენი, მაგრამ ამ არ პოვა ასახვა თქვენ ურთიერთობაზე, თუ ყველა ადამიანები ვართ და ყველას რაღაც თუნებები გვაქვს და ეხა მეც მინდა ჩემმა დაქალმა ახალი მანქანა იყიდა და მეც მინდა რა არის ეხა აქ იმის შურს ხო მეც მინდა და იმ არ ვიცი ეს თეთრი შური შავი შური რა არის მაგრამ ნუ ხო მეც მინდა რომ შურს ხო ესეა მაგრამ ეს იმას ხო ნიშნავს რომ იმას წავართვა და მე წამოვიღო ან იმას ხო არ ნიშნავს რომ იმას რატომ აქვს არა იმას კონდეს რაზე ელაპარაკი 100-ჯერ მეტი კონდეს პირიქით ერთი 10-ჯერ მეტი რო კონდეს იმ მანქანას მე მაჭუკებს უბრალოდ ხერში ვიკტები ო აი რაღაც ესეთი მაგრამ ნუ ამას ვამბობ რომ ადამიანურ გრძნობებს რო უძლებს აი ეს არის მეგობრობა როდესაც იცი რომ აი ესეთი მეგობრობა რომ იცი რომ ყოველთვის შენთვის იქარი და რომ დაურეკავრო ესა რა ქვია ესეც აი ესეთი აი ახლა გეტყვით ესა რა ქვია მეგობრობა ის არის კარგი მეგობარი იცით რომელი არისო თანო რომ შე რო კაცი მოკალიო და იმასო გამარხინებსო ჩუმათო და მე ფჩხილი რო გაუტყდებ და ამის გამო ისტერიკას მოყავს აი შენს გამო ფჩხილი მოვიტეხეო თორე გვამი რო დამალა მაგაზე რეაქცია რო აქვს ფჩხილს რო გადაგაყოლებ აი რაღაც ესეთი აი ესეთი ზენიტური მეგობრობა პრინციპში რო ვთქვათ ჩვენ როცა ვლაპარაკობდით მეწყულის და თევზების ერა თუ მეწყულის მე მაშინ ვამბობდი როცა ყველა ადამიანი ყველა ერთნაირია ყველა შენნაირია აქამდე რომ მივალთ ხა ქრისტიანობას რო გადავაბიჯებთ გეყვარება შიგნით ხორცში რო გვექნება რომ ყველათან აი უნივერსალურ დონეზე რო არის კაცთ მოყვარეობა აყვანილი როცა ყველა მეგობარია მე ამას ხალხს რატო ვუსვა ვიცით რომ აი მე როდესაც მშობელი თავის შულთან მეგობარია ეს ურთიერთობა არის ძალიან მყარი და ძალიან კარგი როცა დედა ესე ზევიდან არ უყურებს და არც ჰელიკოპტერმა და არ არის და რაღაც ესეთი გიჟი დედა არ არის ან უმკაცრესი მშობლები არ არის ხო ესე არის მეგობრული ურთიერთობა და სულ მეც ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს ჩემ მშობლებთან და სულ რას ვფიქრობ ვიცით რომ ძალიან მაგრა მაშინ ესე ფსიქოლოგიაც არ იყო განვითარებული ძალიან მაგრად მიაგნეს იმას
დედა და მამა შეიძლება დააღალატო და რო უთხრა მოვალო და არ გაიარო, მაგრამ დაქალს რო ეტყვი რომ გამოგივლი ამ საღამოს თქო, აი ყველაფერს იზავ რომ გაიარო, ხო ესეა? აი ესეთი ურთიერთობა რო გაქვს, უკვე იმიტომ კი არ აკეთებ რამეს რომ დედა არ გაბრაზდეს, და შენ მეგობარი, შენი მეგობარს არ დააღალატო, მეგობრის დააღალატება უფრო რთულია და აი ესეთი აქ ასეთ იმაზე რომ გადავა კაცობრიობა რომ ყველა მისთვის იქნება უსაყვარლესი მეგობარი, უფრო კარგად იქნება მგონი ჩვენი ადამიანების ცხოვრება. ეს არის თუ მიზნები იყო მეათე სახლი იყო მიზნები და ეს არის გეგმები, plans, ესე რომ რაღაცებს გეგმა ამას გავაკეთებ, ეს კიდე მიზნად რო გადააქციო, კიდე ამას დრო უნდა ხო, რაღაც სხვანაირი ქმედება. ეს არის იმედის სახლი, ეს არის იმედების ოცნებების ასრულება, ეს არის ქველმოქმედება ასევე, იმიტომ რომ რა ნახეთ თუ იმედები და ოცნებებია, ქველმოქმედება გულისხმობს ამ ვიღაცის იმედების და ოცნებების ასრულებას, ხო? ეხლა გულის საკლავი ისო არის, ხო, გამომიგზავნო კანფეტები თოვლის ბაბუას, რო წიდება ხოლმე, ხო, იცით Facebook-ზე. დაგიწყდება გული ბავშვებს კანფეტი, რო 21 საუკუნეში ეს 10 ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ქვეყანაში რო არსებობენ ბავშვები, რომელსაც ახალ წელს კანფეტი რო არ ექნება და თოვლის ბაბუას რო თხოვს. მოკლედ გადავედით მე-11 სახლმა ამლაპარაკა ამდენი. გაიღვიძა ჩემმა მერწყულმა მთვარემ. ეს არის მფარველები, ეს არის რეფორმები, ეს არის ინოვაციები, ეს არის ყველაფერი ახალი და სასიკეთო. ხო, შეიძლება ეხლა ატომური ბომბი ახალია, მაგრამ სასიკეთო არ არის, მაგრამ ნუ მე გულისხმობ, რომ ეს არის ახალი და სასიკეთო. ეს არის იცით როგორი სახლი, აქ შეიძლება ჩანდეს ჩვენი კეთილის მოსურნეები, აი შეიძლება არც ვიცოდეთ და ისე გვიკეთებდნენ რაღაცეებს, ხო? აი ესე ვთქვათ კრიშა და რაღაცა უცებ სიტყვა შეგვასვით. აი ვერასოდეს შეიძლება ვერც გაიგო და ეს არის. ახლა ესეთ რამეს ვიტყვი რომ არ ვიტყვი ამ სიტყვას პირდაპირ ვიტყვი მაშინ და მე ახსნით როცა ამაზე მივარ. ეს არის ასევე მეუღლის შვილები. ანუ შენი კი არა, აი გერები, ხო, გერი ქვია. გერების სახლი არის, ანუ აუ მაინც ახლა წამიცდება რა თუ ჩემი შვილი მეხუთე სახლია ხო მე-7 სახლიდან ჩემი პარტნიორიდან მე-5 სახლი მე-11 სახლი გამოდის და ესე ჩავხლავთ ხო ან ჩემი პარტნიორი პირველი სახლიდან მე-7-ია მე-7 სახლიდან მე-5 სახლი გამოდის მე-11 და ანუ მისი შვილები იქ ჩანდეს ჩემი შვილები ჩემთან მე-5-ში გამოჩნდება იმის საერთო მე-5 სახლში იქნება ჩემი და ჩემი პარტნიორის მაგრამ მისი შვილები და მე სულ ვიძაბები ხოლმე მე-11 სახლი არ გამიაქტივდეს მადლობთ მე ანუ რაღაცა ჩემი პრობლემების და გამო არ მინდა ხო მადლობა დედიც ვისი ამოვნე წლებს განმავლობაში ოკეი აი ძალიან იმედიანი სახლია მე-11 სახლი მაგრამ ჩვენ თვითონაც ხვდებით რომ მე-11 სახლი რომელიც არის ეს გეგმები აი აქ თუ გავიჭედეთ და სულ გეგმები გქონდა და სულ რაღაცეები აქ ცოტა გეგმა კაია, მაგრამ მოქმედება რა თქმა უნდა ჯობია, ხო? მივედი მე-12 სახლთან, მე-12 სახლი ეს არის ესე ეძახიან მარტოობის წერტილი. არა სიკვდილის, არამედ მარტოობის. ეს არის მონასტრები სადაც განმარტოვება შეიძლება ყველა წერტილი. სადაც იზოლაცია შეიძლება, ესე რომ ვთქვათ, უფრო კარგი იქნება, მე მგონი რომ იზოლაციის სახლი ვთქვათ, ეს არის შეზღუდვები, ეს არის ასევე განთავისუფლება, ეს არის იზოლაცია, ეს ნებისმიერი მიზეზით იზოლაცია, თვით იზოლაცია დეპრესიის თუ რაღაცის გამო, ხალხისგან გარიდების თუ კანონით იზოლაცია თუ ჯანმრთელობით იზოლაცია. ეს არის მე-12 სახლი არის გაგიკვირდება და უსარგებლოსგან გათავისუფლების სახლი. არ არის გასაკვირი რომ ქრისტიანობის სიმბოლო თევზებია, ხო, თევზია. ეს არის ძველი სისტემისგან, ძველი ფასეულობებისგან ახალი რაღაცების შემოტანა და
არა დოგმატიზირებული, არამედ შინაგან განვითარებაზე, შინაგან სულიერების ამაღლებაზე გადასვლა. ეს არის ღრმა ქვეცნობიერი პროცესების სახლი, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, მე-6 სახლთან ერთად თავისთავად ვაკონკრეტებ, ნაღველი, ტანჯვა, დანაკარგი და არ გაგიკვირდებათ, ხილული კი არა და ფარული მტრები, ვინც ჩუმად გვერდჩის და ჩუმად გვირტყავს ნაჯახს. ეს არის გახსოვთ პლანეტებს რო ვახასიათებდით ნეპტუნს დიდი ცხოველები იყო, ხო? ეს მე-12 სახლის თევზების თემა. დიდი ცხოველების მფარველია. ეს არის ოკულტური მეცნიერებები რა და ვაფშე ანუ ოღონდ ნახეთ თუ იქ მერვე სახლთან იყო ოკულტიზმი და რაღაც ღრმად ჩასვლა და როგორ ვთქვათ მოძღვრება თვითონ აქ უფრო ფანატური ფანატიზმი ეს სექტების ისინი და რაღაცა ისეთი ცოტა ავადმყოფური დამოკიდებულება ამ თემების მიმართ ხო რელიგიური თემების მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება. ეს არის საიდუმლოება, აი ესეთი კარგი მეხსიერება, ყველაფერი რო გახსოვს ადამიანს შეიძლება მე-12 სახლი კარგად განვითარებული ქონდეს, რომ აი ხო არიან ადამიანები, რომ ახსოვთ მე-7 კლასში 8 მარტს მასწავლებელს რაფერის შარფი ეკეთა 100 წელი გუშინ წინ მოხდა ის არ მახსოვს მიუხედავად ჩემი დომინანტი ნეპტუნისა. ხშირად შეიძლება ესეთი რაღაც ვთქვათ, რომ მე-6 სახლის კავშირი შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ადამიანის პროფესია იყოს სამედიცინო დაწესებულებასთან დაკავშირებული, არა მარტო ექიმი. ხო, ასევე იყოს ყველა იმ დაწესებულებასთან დაკავშირებული, როგორიც არის მონასტრები, ავადმყოფოები, კლინიკები, სანატორიუმები, დასასვენებელი ადგილები, რა ქვია, საგიჟეთი თუ რა ქვია ახლა, მოკლედ ხომ მივხვდით, არაკორექტული არ მინდა რომ ვიყო. ფსიქიატრიული, ასე ვიცით როგორი საქმიანობა? აი, როდესაც აი ემიგრანტებმა იციან, რომ შევიდა მოხუც თან ნიშნავს, რომ 24 საათი იმასთან არის და თან იმასულის და თან თვითონაც იზოლაციაში. გამოსასვლელი დღეები, დასვენების დღეები რო არ აქვთ, ხო, აი ესეთი რაღაც. იმიტომ რომ ფაქტი რომ თვით იზოლაციაში შევიდა, ემსახურება რაღაცას და მე-12 სახლი ასევე აგებს პასუხს ამოუცნობ გაურკვეველ დაავადებებზე, რო არ იციან რატო არის ესე თი დაავადება. როცა მე-6 სახლი ხო ხდებით ეს ოპოზიტის ხაზზე ვლაპარაკობ, მე-6 სახლი თუ არის ავადობა ზოგადად, აქ რაღაცნაირი აი უცნაური დაავადებები და წარმომავლობას რო ვერ ხვდები, რა ჭირს რო ვერ გაიგებ აი ესეთი რაღაცები და ძალიან რო ვერ უდგენენ რა ხდება და შესაბამისად მკურნალობაც ცოტა რთული ხდება ამ საქმეების. ახლა სახლების დახასიათებას დავასრულე და მინდა ესეთი რაღაც კითხოთ. იმიტომ რომ თქვენზეა დამოკიდებული. გავაგრძელო ეხლა მართველები და სიმბოლური მართველები თუ შემდეგზე გავაკეთოთ. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ბევრია, მაგრამ შეიძლება გეცოტავებათ და რა ვიცი, როგორც არა, დიდი ინფორმაცია იყო მე ესე მგონია და ჯობია შემდეგ გაკვეთილისთვის. მეც ვეთანხმები, თან სულ ჩამორჩენილი ვარ და მირჩევნია. აი ესეც როგორი არის, აი ყველაზე მართლა ყველაზე მომენტში რომ სერიალი გაჩერდება და შემდეგ ზუსტად კიდე ესეთი თემა არის, მაგრამ მასალა იმდენად თქვენ ხო სერიალს ხო არ ვუყურებთ რომ შემდეგ სერიაზე გადავიდე, ხო? იმდენად ვრცელია, რომ მგონია რომ შეგვიძლია გავაგრძელოთ, იმიტომ რომ მე ნაწილობრივ რაღაცები რა უკვე ვისწავლეთ, არ მგონია რომ გაგვიჭირდეს.
ხო, ხა ეგ ისეთი თემაა, ისედაც ლოგიკითაც უნდა მივხვდეთ უკვე. ხო, ანუ პირველი სახლის მმართველი სავარაუდოდ გავაგრძელებთ იქნება მაშინ. მარსი. კითხვას დავსვამ მაშინ სანამ გავაგრძელებთ, იმიტომ რომ სანამ შემდეგზე გადავალთ. ნახეთ, ბოდში თაკვა გეტყვი. მაშინ ესე ვქნათ, რომ შემდეგზე შედარებით პატარა თემა გავაკეთოთ, ან არ დადაგები გვეწყება, ხო? რომ ამისი გვეწყება? კარგია, რომ გვეწყება. ანუ არა, ფიზიკურად ვერ ვასწრებ უბრალოდ და მაგიტო. ანუ გვეწყებაში გვაქვს და დაგვესწარი, აუცილებლად ეცადე და მე ვანახლებთ 11-ში, ხო ესე თქვი? ორი კვირის ჩაგდებით. ძალიან ჩამოგრჩით და მაგიტო. ძალიან რა წინას ჩამოვჭი და ვერაფერი ვერ გავიგე. 11-ში ვაგრძელებთ, შემახსენეთ, ოღონდ. ჩვენიერი. 11-ში თუ 18-ში. კი, ახლა კალენდარს ჩავხედავ და გეტყვით ორი ზუსტად. კვირა. ორი გაკვეთილი გვიცდება. 4 და 11 გვიცდება? დიახ. ესე იგი 18-ში ჩვენ ვაგრძელებთ. გავიქცევა 4 და 11. ხო, 18-ში გვექნება მე და კარგი მასალა კი, გავაგრძელოთ. უცბად დავსვავ კითხვას, ისევ თუ ვახტები, შემაჩერეთ. მოკლედ, თან უყურებდი რუკებს. და ესეც კითხვა მაქვს, ესე იგი, აი, მე-12-ზე კონკრეტულად რო აღწერეთ, ანუ ისევ აში ვიყავი, ანუ ადამიანი არის ვიღაცა ჩემს სამეგობროში. იმდენად უცნაურია, რომ ამ მე-12 სახლმა აღწერა ყველაფერი. მოკლე კითხვა მექნება ესეთი, რომ კი გვეტყვი, მაგრამ მაინც ვიკითხავ, გეხვეწებ, ძალიან მაინტერესებს. ანუ მე-12 სახლი ეს მაგალითად პლანეტა, მერე ნიშანი და სახლი. ანუ მე რამდენი სახლშიც არის ეს პლანეტა და ნიშანი, იმასგან, ანუ ის იქნება დატვირთული ამ მე-12 სახლის მახასიათებლებით, ხო? ესე გამოდის. ანუ მაგალითად ვენერა თუ ყავს, არა? მითხარი როგორ, აი მაგალითი მითხარი. აი მაგალითად ვენერა თუ ყავს ლომში და მე-12 სახლში, აი ეს განრიდება, თავის მიძღვნა, თან თავის მიძღვნა და თან განრიდებები და თან ცოტა არაჯანსაღი დამოკიდებულება ექნება. აი, ახლა ესე გეტყვით. ესე აგიხსნი. პლანეტა ვენერა მე-12 სახლში, ანუ სად და როგორ იმოქმედებს არის ლომურად. ხო. ვენერა ლომში რო გაიგებ რა არის და მაგაზეც მივა. ლომურად იმოქმედებს. ლომურად იმოქმედებს ამ თემებში. და ლომი არ დაგვაუსწროს, რომ გარდა ამ ფაფარაშლილისა, გარდა ამისა, ლომი არის უზარმაცესი ნიშანი. აი მე კი. ხო, ამ მარტო დადებითებს ნუ ვიტყვით. კიდე არის ფიცხი, ფეთქებადი, შეიძლება მოგეჩვენოს აგრესიულად, შეიძლება აეხლამე და რაღაცა და მე არაფერი. და ანუ ესე იგი ვენერა ნუ ურთიერთობების სიყვარული იქნება ლომური და როგორ მითხარით მე-12 მოქმედებს მე-12 სახლი რა თემაა მე-12 სახლში მოქმედებს ანუ ეგრე გასაგებია მიდრეკილება ექნება ამისკენ რომ დავუშვათ იზოლაციისკენ მიდრეკილება აბსოლუტურად მე-12 სახლში აქვს თან 4 პლანეტა ზოგადად ძალიან უცნაური ადამიანია და მე აღმოჩნდა რომ მე-9 სახლში მყოლია რა ვიცი 4 მე-9 და სოფო ვენერა მე-12 სახლში ნებისმიერი ნიშნის შემთხვევაში დაფარულს, დამალულს, სიყვარულს არ ნიშნავს. ნიშნავს და საყვარლებსაც ნიშნავს. ესე თუ წავედით ახლა მე ლომი აბა რა არის? ფაქტულია ყველა იქნება. ჩვენ კი არაოფიციალური. არაოფიციალური თავგადასავლები ახლა, ნუ ბუნებრივია ახლა ესე რო იყოს რა გასაკვირია. ანუ ლომი ეგ თემაა, უნდა გამრავლდეს ლომი, ხო და ეს რა ვიცი რა, თავისებური ის აქტიური ნიშანია ამ თვალსაზრისით, თქო სხვა არ უნდა გაიგოს. ანუ ეს დიდად ვერ ლაგდება ეს რაღაცა. მენდელსონის მარშის თემა. ალბათ არ უნდა მე-12 სახლს თოლერელ წესით ვენერალომს ეს არ უნდა გაუჭირდეს, რომ და ჩაიცვას დიდი რაღაცა ჰექტარ ნახევრიანი კაბა და ისე წარდგეს თუ მოინდომებს ალბათ. მართველებზე გადავდივარ, ცოტა აქაც ცოტა ბევრი უნდა ვილაპარაკო და გამიძელით კიდე ცოტა ხანი. კარგით? ხო, ერთი კითხვა მაქვს. ნახევარ საათში ჩავეტევით დაახლოებით? ნუ ვეცდები რა, ახლა ანუ ამაჩქარებ ისეთ არა, არ გეჩქარებ. ხო, მე უბრალოდ არ მაგ და ეხა ვარ ეს რა ქვია.
ეხლა კიდე ნახევარსაც 1 წუთი მოაკელი. ოკეი. რა ხდება ეს იგი მე ჯერ აღვწერე სახლები როგორი რა და რამდენჯერმე ვახსენე კიდე ნიშნები ხო მაგრამ აი ეხლა რასაც ვიტყვი ესე არის პირობითად პირველი სახლი არის ვერძი პირობითად რატო ვამბობ პირობითად ჩახედეთ ყველა და ასცენდენტი ვერძი უნდა ვიყოთ მაშინ სულ ყველა ეგრე არ ხდება პირველი სახლი ყველას გვეწყება ინდივიდუალურად, შესაბამისად ჩვენზე სხვანაირად მეტყველებს. შესაბამისად პირობითად თუ ვერძია პირველი სახლი და მოუყვები, კაი, ვიტყვი პირველი სახლი ვერძი, მეორე კურო, მესამე ტყუპები, მეოთხე კირჩხიბი, მეხუთე ლომი, მეექვსე ქალწული, მეშვიდე სასწორი, მერვე მორიელი, მეცხრე მშვილდოსანი, მეათე თხისრქა, მეთერთმეტე მერწყული და მე-12 თევზები. ეს პირობითად. შესაბამისად არა აქვს მნიშვნელობა სახლი რითი გვეწყება, ან პირველი სახლი მე მეწყება მშვილდოსნით. ქალბატონ თამილა თქვენ? ასცენდენტი? ლომი. ასცენდენტი ლომი. ჩემი სახლი მიუხედავად იმისა, რომ მშვილდოსნით იწყება, მარტივად ავხსნი და შესაბამისად ჩემი მშვილდოსანი პირველი სახლის მმართველი იქნება იუპიტერი, ასეა. ქალბატონი თამილას პირველი სახლი იწყება ლომით და შესაბამისად პირველი სახლის მმართველი იქნება მზე, თანამმართველი, ან სიმბოლური მმართველი იქნება ის პლანეტა რომელიც ოფიციალურად თქვია რომ პირველი სახლის სიმბოლური მმართველია. ცოტა ხო არ ჩავხლართე? ანუ მე თუ ვერძი ვარ ასცენდენტით, ანუ ამ შემთხვევაში დაგილაგდა ეხლა შენთვის გაგრას პირდაპირ წავიდა, ხო? ვერძიდან ხო. თუ მე ხა არ ამგონია რომ მეორე სახლის კუსპიდიც კუროში იყოს და მესამე სახლის კუსპიდი ტყუპებში ასე ხა მიწყობილად არ იქნება. მაგრამ მე არის კი. ახლა რასაც ვსაუბრობ, არ ეხება რეალურად თქვენ რუკაში, ან სხვის რუკაში პირველიდან მე-12 სახლამდე მმართველებს, რეალურ მმართველებს. ახლა რასაც ვსაუბრობ, სიმბოლური მმართველებია, რაც სიმბოლურად აღნიშნავს ამ სახლის მმართველს. პირველი სახლის თემა თუ მინდა, უნდა გავითვალისწინო ასევე რა არის სიმბოლური მმართველი ამ პირველი სახლის და სად არის რა ასპექტები აქვს და ასე შემდეგ. ესეც მოქმედებს, ხო? იმიტომ რომ სიმბოლური, ანუ ჩვენ ყველა შევხვდა 12 განრისხებული მამაკაცი თუ 12 არაგანრისხებული პლანეტა შეთანხმდა რომ დღეს ეხლა მე შენ სახლში ვიქნები, შენ ჩემ სახლში იქნები და ასე შემდეგ, ხო? ან არ შეთანხმდა ვიღაცა გაბრაზდა მე პატარა ხრუშოვკა შემხვდო, თან ფეხით მეხუთე სართულზე არ შემილია სიარულიო. ანუ ასე მოქმედებს, არ ვიცით როგორი მოქმედებს, ხო? ეს გადანაცვლება ყოველთვის დადებითი არ არის და ისე ზოგადად მარტო დადებითი ჩვენ რუკებში იშვიათად, ხო, სად არის, რა ვიცი. მარტო დადებითები არ არსებობს. ახლა ვსაუბრობ სიმბოლურ მმართველებზე. შესაბამისად, თუ პირველი სახლის სიმბოლური მმართველი არის ვერძი, პირველი სახლის სიმბოლური მმართველი პლანეტა იქნება მარსი. მეორე სახლის ვენერა, მესამე სახლის მერკური, მეოთხე სახლის მთვარე, მეხუთე სახლის მზე. მოვედი მე-6 სახლთან. მე-6 სახლთან მე ხათუნდასთან წერია მე ვითვალისწინებ პროზერპინას, ნატალურ რუკაში მე ვითვალისწინებ პროზერპინას და თუ გინდათ გაითვალისწინეთ მერკური. თქვენ და შეიძლება კიდე მერკურის გათვალისწინება აუცილებლად დამჭირდეს, იმიტომ რომ ამ ადამიანს პროზერპინამდე კიდე შორი გზა დაუშვათ, ხო? პროზერპინას და მერკურის ორივეს ვუყურებ, თუმცა პროზერპინას უპირატესობას ვანიჭებ. მე-7 გეკითხები რა თუ შეიძლება. მე მაქვს ასცენდენტი ქალწული და ჩემთვის ასტროლოგებს უთქვამთ ხშირად რომ თელ შენ რუკასო მართავსო მერკურიო რა ანუ თელ შენ ცხოვრებას ასე ვთქვათ მერკური განაგებსო საბოლოო ჯამშიო და ანუ ყოველთვის ყველა ასე ვთქვათ მერკურს ითვალისწინებდა და პროზერპინას თუ გავითვალისწინებთ ხო ეგ ცოტა ხო მაგით არ მიფიქრია არასდროს ჩემთვის ახლა შენ აი ისე კარგად გამიგე, შენ რომ 83 წლის იყო, მეც მერკურს გავითვალისწინებდი. და ახალგაზრდა ადამიანი რომ იზის წინ პროზერპინასაც შევხედავდი რა.
მე არ ვიცი რომელი უფრო მნიშვნელოვანი იქნება და რომელი იქნება და რაღაცნაირად მე რუკა გეუნება რომ ეს ასპექტები თუ მერკური ისეთი დატვირთულია მით უმეტეს შენ შემთხვევაში რეტრო მერკურია და ეხლა მაგაზეც მივალ ხო მაგას მე არ მყავს რეტრო მერკური, რეტრო იუპიტერი მყავს. ხო, ბოდიში შამერია. აი არ მე გავითვალისწინებ პროზერპინასაც. თუ პროზერპინა ამ ადამიანის რუკაში არ არის მკვეთრად გამოხატული ან რაღაცა, უკვე მე მერკურს დავაყრდნობოდი. მივედი ასევე მეშვიდე სახლთან, რომელსაც ქირონი ან ვენერა. მეშვიდე სახლი არის სასწორი და ასევე თქვენი არჩევანია, მე ქირონს უყურებ. ამაზე იყო ახალი ინფორმაცია ჩემთვის და ძალიან საინტერესო იყო. ეხლა კიდევ უფრო სხვადასხვა ძალიან ხო აი რას ვამბობ. ეს მით უმეტეს ამაზე იყო საუბარი, რომ ქირონი თითქოს კუროსი ხომ არ არის, მთელი ლოგიკით და მისი მოქმედებით ქირონი არის კიდე ახლა ქვევით კიდე მოვყვები რა თეორიები არის ხოლმე ამ ქირონთან დაკავშირებით და მივხვდებით. ქირონი ვენერა ორივე წერია, რომელიც გინდათ ის თქვენ თვითონ უნდა შეთანხმდეთ საკუთარ თავთან, ვიღაცასთან კი არა. თქვენ თვითონ თქვენ თავთან ითვალისწინებთ რომ პროზერპინა არის ქალწულის მმართველი და ქირონი სასწორის, თუ არ ითვალისწინებთ და მიუყვებით ამ ხაზს. რა ხაზ, ანუ შენ რუკაში ნახე, სხვა რუკაში არ ნახე, ეგრე არ გამოდის. თქვენთვის თუ მისაღებია, ჩემთვის რატომ არის მისაღები? ჩემთვის მე პლანეტებზე საუბრისას აღვნიშნე, რამდენად მნიშვნელოვანია იგივე ვესტას და ასტეროიდების გამოჩენა, იგივე პროზერპინას გამოჩენა, რეალურად დასახავს მიმდინარე პროცესებს და ამიტომ მე ვითვალისწინებ და ნუ მე ვისგანაც ვისწრებ და ისიც ითვალისწინებს. ხო, ახლა გურუს გავლენა დიდია თავისთავად. ცხადია, თუმცა არჩევანში შეზღუდულები რა თქმა უნდა არ ხართ და რა ვერ გავიგე, იცით, რატო ვითვალისწინებ მაშინ, რატო ვითვალისწინებ ურანს და რატო ვითვალისწინებ პლუტონს, რომელიც ხან შეცვალეს, ხან გამოცვალეს და ასე გააკეთეს, ხო? აი, ჰორარულ ასტროლოგიაში 7 პლანეტაა. ჰორარში პლუტონს, ნეპტუნს, ურანს, ქირონს და პროზერპინას არ ვითვალისწინებთ. ჩემი აზრით უნდა იყოს გათვალისწინებული უბრალოდ ჰორარულ ასტროლოგიაში არ ახალი ინფორმაცია. სად ნატალში ხო? ნატალში და პროგნოზირებაში კი, მაგრამ ჰორარულ ასტროლოგიაში, ჰორარული ასტროლოგია ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ 7 პლანეტას. ნუ მათემატებებზეც პლანეტას ვამბობთ ხოლმე. ესე იგი, მეშვიდე სახლის მმართველი ქირონი ან ვენერა, მერვე სახლი პლუტონი, მეცხრე სახლი იუპიტერი, მე-10 სახლი სატურნი, მე-11 სახლი ურანი და მე-12 სახლი ნეპტუნი. მე მგონი ეს ისეთია, ხო, რაღაცნაირად გასაგები არის. ხო, კი. რაღაცა აურიენების მოსახსენეთ. ხო. ესე იგი, მე უკვე ვახსენე იმის შესახებ, რომ იმაზე რომ სახლი თუ ნიშანი არის 30 გრადუსი, სახლი შეიძლება იყოს 90 გრადუსი, რა ვიცი, შეიძლება მეტიც, ხო და ან ნაკლები, მოკლედ, სამ ნიშანს მოიცავდეს, ანუ დაუშვათ დაიწყოს ერთი ნიშნის მე-20 გრადუსზე და დამთავრდეს მეორე ნიშნის 10 გრადუსზე, ხო? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი მაქსიმალური რა არის. მახსოვს, რომ განედების და მიხედვით სახლი შეიძლება იყოს ძალიან ვრცელი, ანუ რომელ განედზეა განლაგებული იმის მიხედვით. განედი ხო ესეა, კი. ხო და აქედან გამომდინარე, რა არის მნიშვნელოვანი? ზოგადად ითვლება, რომ თუ ამასაც ითვალისწინებენ და მინდა რომ თქვენც ეს ისევ დაუშვათ თვითონ სახლს ყოფენ გრადუსების მიხედვით სამტოლ ნაწილად. ჩვენ შემთხვევაში ეს სიმარტივისთვის რომ გავაკეთო დაუშვათ არის სახლი 45 გრადუსიანი და სამ ნიშანს მოიცავს. სიმბოლურად 15-15 პირობითად უბრალოდ 15-15 გრადუსად დავყოფ და იმის მიხედვით დავუშვათ პირველი სახლია და 15-15-ად გავდა არის ვერძით იწყება, აი ვერძია ასცენდენტი ვერძი არის და იწყება ვერძით. აი ამ სამ ნაწილის თანამმართველებად ითვლება ამ ნიშნის ვერძი არის ცეცხლის ნიშანი. ცეცხლის ნიშანი კიდე რომელია? ლომი და მშვილდოსანი. მშვილდოსანი და ლომი. თუ ვერძით დავიწყებ, პირველი 15 გრადუსი იქნება. რა მართავს ვერძს? მარსი.
მეორე მართლა. 15 გრადუსი იქნება საათის ისრის მიმართულებით ვამბობ და იქნება ლომი. მზე, ხო? ბოლო 15 გრადუსი იქნება იუპიტერი. იუპიტერი. ასევე თუ ეს მარსთან ერთად თუ დამოუკიდებლად მარტო მზე. აი ამ კონკრეტული მეორე 15-ის ამას ახლა პროგნოზირებისთვისაც გეუბნებით, ხო? და იმისთვისაც, რა ქვია, ნატალისთვისაც შეიძლება რომ გავითვალისწინოთ ეს გრადუსების განსახლების დაყოფა ესე. ანუ დავუშვათ თუ იწყება მე-9 პირველი სახლი იწყება ასე როგორც თქვით ვერძით, ხო? და პლანეტა არის სადღაც 30 ამ სახლის 30-ზე და უკვე გამოდის სხვა ნიშანში იმის მართველით შეიძლება რომ გავითვალისწინოთ და კიდე გეუბნებით ეს უფრო მნიშვნელოვანი იქნება უკვე როცა ჰორარზე გადავალთ და ან პროგნოზირებაზე გადავალთ. მე ასევე მინდა გითხრათ რომ ასევე იქნება ზუსტად წყლის ნიშნებთან დაკავშირებით რომ არ დავიწყოთ თითოეულის ხო ხვდებით რა მეორე სახლში სიმბოლური მართველები ესე იქნება ვენერა პირველი ნაწილის მეორე ნაწილის პროზერპინი ან მერკური მესამე სატურნის და ასე მოუყვებით ყველა ნიშანს. ნახეთ რას ვამბობ მეოთხე სახლის სიმბოლური მართველები სიმბოლური მართველები მეოთხე სახლის სიმბოლური მართველი არის მთვარე. ასეა. მთვარეა მართველი. პირველი მე-13-ის, ერთი მე-13-ის იქნება მთვარე, მეორე მე-13-ის იქნება პლუტონი, მე-13-ის ან ბოლო მე-13-ის იქნება ნეპტუნი. სიმბოლურ თანამმართველებზეა ლაპარაკი. ასე იქნება ყველა სახლთან მიმართებაში. მაგალითად მე-11 იქნება პირველი ნაწილი ურანი, მეორე ნაწილი მერკური, მესამე ნაწილი ქირონი ან ვენერა თქვენ რომელიც გინდათ. საათის ისრის მიმართულებით იქნება. სახლების რეალური მართველები არის ის აი რეალური მართველი, სახლის რეალური მართველი არის кто в этом доме хозяин? ის ნიშან, იმ ნიშნის მართველი პლანეტა, რომლითაც იწყება ამა თუ იმ სახლის კუსპიდი. კუსპიდი მაქვს ვერძში, სახლი არის ვერძის. კუსპიდი მაქვს ლომში, სახლი არის ლომში. კუსპიდი მაქვს მერწყულში, სახლი არის მერწყულში. სიმბოლური მართველი თუ არის მე-11 სახლი, რომელიც იწყება ლომით, მე-11 სახლის მართველი გამოდის მზე, სიმბოლური მართველი გამოდის ურანი. რა თქმა უნდა, ყველასათვის ცხადია, რომ თუ სიმბოლური მართველი და რეალური მართველი ერთმანეთის მეგობრული პლანეტებია და დადებით ასპექტებს აკეთებს, უფრო კარგია, ვიდრე ნეგატიურს. ახლა იმაზე საუბარი მე მგონი ცხადია და ზედმეტია ჩემი მხრიდან, ხო? ამ მეგობრულ და არამეგობრულ პლანეტებზე მინდა გკითხოთ. რამე კანონზომიერება არსებობს რა? ჩემთვის არანაირი. პირად რო არ ვისწავლო. მეგობრული და არამეგობრული პლანეტები. არანაირი, ჩემთვის არანაირი კანონზომიერება არ არსებობს. ანუ უნდა დავიძებიოთ ეგენ. აი რა კანონზომიერება არის? აი რატო ითვლება ურანი, ან ესე და ქვია ნეიტრალურად ითვლება, თუმცა არის ბალფაქტორი, ანუ ურანისგან დაზიანება კვადრატი რთული რაღაც თემა არის, ხო? შვილოსნობაზე მაგალითად ძალიან ცუდად მოქმედებს ურანი დაზიანება, რთული სხვანაირი რაღაცებს შემოაქვს, არხელონური განაყოფიერება, რაღაც ესეთი. ურანი, რომელიც არის კარგი პლანეტა, ეხლა ესე რომ ვთქვათ, ხო? მაგრამ ცოტა მე მგონი რომ ურანი ცოტა ამპარტავანია და ესეთი რაღაცა. ყოფს ადამიანებს პრიმატებად და არაპრიმატებად და რა. ესე მგონია რა. ცოტა ვიღაცებს ზევიდან უყურებს. ეხლა ხო არ ვიცნობ პირადად ურანს, მაგრამ ხო ხდები. ცოტა მაღალ მატერიებს ემსახურები და როცა ხო იცით, როცა პირამიდას აშენებ, დიდი ამბავი ერთი რამდენიმე ასეული მონა თუ ქვის ქვეშ მოყვა. რაღაც ესეთი თემა არის. ამის დაზეპირების სხვა გამოსავალი არ არის. ასე პლუტონიც სხვა არამეგობრულად ითვლება, ჩემთვის ძალიან საყვარელი პლანეტაა რა, ნუ რა ვიცი. მაგრამ ნუ ვითვალისწინებთ რა თქმა უნდა რუკაში როგორც ესე. და ნეიტრალური საერთოდ არაფერი არც დაუწვა არც ესეთი პლანეტები ესეც მიშლის. აი კიდე ერთი დალაგება მართველების იცით როგორ არის სიმბოლურ მართველებზე მაქვს ლაპარაკი. ასე არის რომ დირექტიული და რეტროპლანეტების მართველობის ქვეშ არის. დავუშვათ ვერძის მართველი არის დირექტიული მარსი და რეტრო პლუტონი. კუროს დირექტიული რეტრო ვენერა ან დირექტიული ქირონი ან პირიქით. ანუ იცი ან პირიქით რატო წერ იცით? გააჩნია რას მივიჩნევთ
იმიტომ რომ ადრე მიიჩნევდნენ რომ ქირონი იყო კუროს მოიაზრებოდა რომ ქირონი იყო რეტრო ქირონი იყო დირექტიული ვენერას კუროს მართველი და თუ აი ჩემთვის ეს პრინციპი დირექტიულ რეტროებით დაყოფა პლანეტების ცოტა ის არის რა ქვია გაუგებარია იმიტომ რომ მაგალითად მზედამთვარე არასოდეს არ არის არც რეტრო ყოველთვის დირექტიული ანუ დირექტულსაც ვერ ვიტყვით სულ ერთი მიმართულებით მიდიან ხო და თუ გავითვალისწინებთ იმას რომ აი ჩვენ რო ვამბობთ რომ ვენერა ხო ის რომ ისედაც სხვა მხარეს მიდის ანუ ყველა აქედან თუ ბერავს ეს ისედაც უკუღმა მიდის ვენერა საწინა პირიქით მოძრაობს ანუ ყველა მიდის მარცხნივ ეს მარცხნივ არის ხო სიტყვაზე ვამბობ და რა გამოდის ესე იგი რანაირად ვანგარიშობ დირექტულად ჩვეული ორბიტით რომ მიდის მაგას ვამბობ ვენერაზე რეტროგრადულს მაგას ვამბობ რომ ჩვეული გზით ტრაექტორიით რომ მიდის იქიდან ილუზია მექნება რომ უკან მოდის თორე ისე პრინციპში ესე გამოდის ხო რომ სხვანაირად მოძრაობს და აი ასე დაყოფა რომ რეტრო ის მართავს და დირექტული ცოტა ალოგიკურად მიმაჩნია ახალი ფინტის შემოღება ასტროლოგიაში რაღაც უფრო ესე მგონია რომ რაღაც ესე არის და ნუ აქაც ყველაფერი ეს გაწერილია ფაილში რომ თხის თქას დაუშვა დირექტული სატურნი ან რეტრო ურანი მართავს და ცოტა რა არის იცით გაუგებარი რომ აი რა უნდა როგორ უნდა ჩავთვალო ნატალურ რუკაში როდესაც მაქვს დირექტული სატურნი და რეტრო ურანი და რა არის ახლა მართველი თხის თქის რახან რეტრო ურანია ეს არის სატურნი დირექტული მაქვს აი ხო არის ახლა ამ წუთაც ეგრეა დირექტული ეს არის მე მგონი ურანი ხო რეტრო არის ამ წუთას მიცოდი გადა არ შემეშალოს ხო რეტრო ურანია და დირექტული სატურნი აი ხა აი ძალიან მაინტერესებს ვერძის მართლა თხის მართლა რომელი უნდა აღვიქვა ცოტა გაუგებარია იდე ასევე ასეთივე დაყოფით არის რომ დღის პლანეტები ან დღისი დაბადებულისთვის ავირჩიოთ დირექტული პლანეტები და ღამით დაბადებულებისთვის რეტრო პლანეტები ხო და აი რაღაცა ესეც ძალიან ცოტა ყურით მოთრეულ თეორიებად მიმაჩნია რა რომ ყურით არის მოთრეული აი რა შუაშია ეს არ ვიცი მე ვფიქრობ რომ აი ესე რო ვთქვა რა მე რო ეხლა აი ამ ოთახში ვარ და კედლები არის რუხი ფერის ერთ კვირაში რო მწვანე იქნება სიტყვაზე ან ორი კვირის წინ ლურჯი იყო რა მნიშვნელობა აქვს ამას მოცემულ მომენტში რა პლანეტა სად მდებარეობს და რაც ითვლება სიმბოლურ მართლად და რეალურ მართლად ვფიქრობ რომ ესენი უნდა გავითვალისწინოთ ეს პირადად ჩემი შეხედულებაა თქვენ შეგიძლიათ იმ თეორიასაც პირადად ჩემი დამოკიდებულებაა თორე შეხედულება ჩემი როგორ არის ამ მე არაფერი არ შემიქმნია ასტროლოგიაში და ჩემი შეხედულებები და აზრები ჩემი მოსაზრებაა რომ გავითვალისწინოთ ესე ასევე ჩვენ ქირონზე კიდევ ვისაუბრეთ რატო არის მე ვთქვათ კუსპიდი რა არის რომ განმარტოთ კიდევ ერთხელ კუსპიდი არის ნახე 360 გრადუსი ცის ჩვენ დავყავით 30-30 გრადუსებად სახლები 30 ნიშნები 30-30 გრადუსი სახლები 30 გრადუსიანი არ არის შეიძლება ნაკლები იყოს შეიძლება მეტი იყოს და სახლის დაწყების ხაზი გრადუსზე გადის რა თქმა უნდა ხაზით კი არ იწყება კონკრეტული გრადუსით იწყება სახლი და ეს ხაზი რომლიდანაც იწყება პირველი ამ გრადუსზე გავლებული ხაზით იწყება კონკრეტული სახლი ამას ქვია კუსპიდი კი ბატონო ეს კუსპიდზე ზის პირდაპირ პლანეტა ის პლანეტა რომელიც აფსეკუთვნის რომელიც იწყება ორივე ეკუთვნის იმიტომ რომ მან 5 გრადუსიანი პრინციპი მოქმედებს ანუ ორივეზე მოქმედებს ორივე სახლში იმუშავებს ეგ პლანეტა ამაზეა საუბარი ამიტომ მე-12 სახლიდან შეერთებები რო არის ასცენდენტზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე თუნდაც მის ხასიათზე რომ უფრო ესეთი აი დავშვით ახლა მე-12 სახლიდან შეერთებული პლუტონი რას მოუტანს ხო ურანი მყავს ასცენდენტზე მე-12 სახლიდან ცუდია გათასარევია რა თქვენთან თუ იმდენი ინფორმაცია ექნება მოგროვილი
სადა დედამიწიდან, რომელიც ჩუმად იცით ალბათ, ხო? თქვენთვის. ახლა ენა ჭარტალო რო იყოთ, დავუშვათ სხვა ნიშნებივი, თხის ქარო არ იყოს, შეიძლება ცალდა ქვეყანას მოდო, მაგრამ ესე კარგი, მოდის თქვენთან ინფორმაცია თავისით ჩუმჩუმად. ყველას გონია რომ თქვენ უნდა გითხრათ, რატომღაც თავს ვალდებულად თვლის და ბევრი ინფორმაცია მოგიგროვდებათ, არა? კი, ნამდვილად ეს. ნუ ახლა ასცენდენტთან შეერთებული ურანი ასტროლოგიაში მთლად გზად გამოჭრელია. აქცენტირებული. და მე კითხვები გვაქვს, რომ ვთქვათ თუ მე მაქვს კითხვები, ოღონდ არ ვიცი ეს შემდეგი ლექციების თემაა თუ როგორ არის. ეხლა დღეს ხო სახლები ავხსენით და მოკლედ თავის დროზე როცა რუკებს ჩავხედე ჩემს ასმერეს ხობისას მეგონა რომ ჩვეულებრივად სახლები მიყვება რა ესე იმიტომ რომ ჩემ რუკაში ასია ყველა სახლი არის პირველი მეორე მესამე და თავიდან ბოლომდე მიყვება და მე აღმოვაჩინე რომ ზოგიერთ რუკაში შეიძლება უცბად მეორე სახლი საერთოდ არ იყოს და პირდაპირ მესამეზე ნინო მომეცი ეგ რუკა სახლი არ არსებობდეს რუკაზე არ არსებობს. ანუ არაფერი არ არის და ის არის რა არაფერი არ არის რას ნიშნავს პლანეტა არ არის მეორე სახლში? პლანეტა იქნება, მაგრამ ანუ არ იმაშვება რა თვითონ ეს საიტები ზოგადად აკეთებდა. და გიკონკრეტებთ. სახლი არ არსებობდეს გამორიცხულია, ეს იგივეა რომ მითხრათ რომ არ არსებობს რომელიმე ზოდიაქოს ნიშანი. ყურო ამოვაგდნილია. ნუ ვერძები და პირდაპირ ტყუპებია, ეგ გამორიცხულია რომ არ იყოს სახლი. სახლში შეიძლება არ იყოს პლანეტა და არც ფიქტიური წერტი, არაფერი არ იყოს თვითონ. მოგვითხრას მონაცემები ამ ადამიანის. თქვენ რუკაში შეიძლება იყოს სახლი, სადაც არაფერი არ დგას. ნებისმიერ ადამიანის რუკაში არის ამ წუთას ახლა ეგ რომელიმე გახსნილი მიმდინარეს გეტყვით ახლა პირობითად რო ვთქვათ შეიძლება რა მაგალითად არაფერი არ არის ამ წუთას სასწორის ზოდიაქოს ნიშანში ეს რომელიღაც და არც მასში არ არის რა ქვია ქალწულის მე-13 გრადუსიდან და მთლიანად მორიელის ჩათვლით ანუ სამ ნიშანში პლანეტა არ დგას ამ წუთას და აქ ხომ მოხდება ერთი სახლი მაინც დღეს ამ წუთას ვინც დაიბადა და არაფერი არ დგას იქ თუ სახლში არ არის პლანეტა ეს არაფერს არ ნიშნავს იმიტომ რომ ამ წუთას ჩვენ ვისაუბრეთ რომ ამ სახლს ყავს რეალური მმართველი ანუ რა ნიშანითაც კუსპიდია მეორე სახლის და ასევე სიმბოლური მმართველი ხო ანუ მეორე სახლის სიმბოლური მმართველი ყოველთვის არის ვენერა ჩემი შეხედულებით ხათნა შეხედულებით ხო ანუ ვენერა სადაც არის ეს ამ სახლს მართავს თუ სახლში პლანეტა არ არის ითვლება ესე თუ სახლში არ არის დაწვრთული პლანეტები ისევე თქვი რა ფიქტიურ წერტილებს კიდე მეორე ხარისხის პლანეტები თუ არ არის ეს სახლი ამ ადამიანისთვის ესე ითვლება რომ არც თუ ისე დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს დიდ მნიშვნელობას არ მეათე სახლის სიცარიელე ნიშნავს რომ ადამიანს არც მიზნები აქვს და არც დიდი სტატუსებრივი ცვლილებები ცხოვრებაში ანუ ეს თემა მისთვის კარიერა რაღაცა ბიზნესის მიღწევა არ არის რა სუპი მაქვს სუპსავ ჭამ ეგეთი დაუშვათ შეიძლება რომ მეათე სახლის საერთოდ არ კონდეს და არც მე-11 იმიტომ რომ ოცნებებიც და გეგმებიც არ კონდეს მივხვდი ხო ნინ რას ვამბობ რუკაზე არ შეიძლება რომ არ იყოს გამოტოვებული ახლა ეს რახან სახარაში რო არავინ არ ცხოვრობს რო ამოვიღოთ რუკიდან იგივე თემა არის რა მარტო დასახლებული პუნქტები რო აღნიშნო და დანარჩენი გავაშალოთ რა აი როგორც ის რუკა იყო საქართველოში აფხაზეთი რომ მოჭრილი იყო ხო იცით რომელიღაც სკოლაში სკანდალი რო იყო რა აი რაღაც ეგეთი არ ხდება გვაქვს და ამის ნიშნო ესე ითვლება თუ სახლში არ არის პლანეტები და მეც გავაგრძელებ სიმბოლური ან რეალური მმართველები რომელიც სხვა სახლებში არის უასპექტოა და უასპექტოა საერთოდ არაფერში ეს ნიშნავს რომ ეს სახლის თემა მაგალითად მეოთხე სახლის თემა მეოთხე სახლი არის ცარიელი და მის მმართველსაც არ აქვს რეალურ მმართველს არ აქვს შეიძლება არანაირი ასპექტი მაგრამ მაშინ სიმბოლურსაც ექნება სიმბოლური მთვარეა ხო მთვარის რაღაც ასპექტი ხო ექნება ხდებით ეს ასე ვამბობთ
ზუსტად ეხლა აი ეს რომ მე გითხარით რომ რეალური მართველი და სიმბოლური მართველი თუ მე აი სიტყვაზე ეხლა კიდე ერთხელ ვიტყვი ვერძე თუ ვერ პირველი სახლი მაქვს ვერძი ვერძში არაფერი არ არის ამ პირველ სახლში სიმბოლური მართველი არის ვერძი და რეალური მართველი არა ესე არ გამომივა როგორ მინდა პირველი სახლი იწყება კუროთი დაუშვათ ხო და პირველი სახლის მერკურის კი და ვენერას არანაირი ასპექტი არ არის და თან მეორე სახლი ცარიელი მაქვს მე გადავდივარ სიმბოლურ მმართველზე და პირველი სახლის სიმბოლური მმართველი თუ არის ვერძი თუ არის მარსი იმის ასპექტებით ხელმძღვანელებ მაგრამ ზოგადად იქნება თუ სახლში პლანეტები არ არის ეს კონკრეტული თემა ამ ადამიანისთვის ეს სფერო არის ნაკლებად საინტერესო. ან ნაკლებად მნიშვნელოვანი, ან ისა რა ქვია, აი, მაგალითად ეხლა პირობითად ვთქვათ, ფულის შოვნა მილიარდერის შვილებისთვის ალბათ არ იქნება, ხო, მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ უკვე მოცემულობა აქვს. შეიძლება, ანუ ეს უტრირებულად ვამბობ, მე არ ვიცი იმათ რუკებში რა ხდება. რაღაც თემები ადამიანს რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს არანაირი უმაღლესი განათლება, ეხლა იმისთვის მეცხრე სახლი არ იქნება მნიშვნელოვანი, ხო? და შეიძლება იქ პლანეტები არ იყოს. ან შეიძლება იყოს ოღონდ სხვა მიმართულებას ამას ვერ განსაზღვრავდეს. ყოველ შემთხვევაში ესე რომ სახლი არ იყოს. ხო. მაგ რუკებს მე კიდევ ვნახავ, მაინტერესებს, მაინც ჩავხედა. რატომ ეგეთი რამეს თუ აღმოაჩენ რომ ვიღაცას რუკაზე არ აქვს მეორე სახლი ან თუნდაც ნებისმიერი სახლი, მეც გამიზიარე ეგეთი პროგრამა რა არის რომ სახლებს ტოვებს არ ვიცი. ნებისმიერ შემთხვევაში, აი ნახეთ, მე ვთქვი ნიშნების შემთხვევაში 360 გრადუსი თანაბარ ტოლ 12 ნიშნადი 30 გრადუსიანი 12 ნაწილი მხდება, სახლების შემთხვევაში ასევე 12 ნაწილი მხდება, ოღონდ არა 30 გრადუსიანი. გამორიცხული შეიძლება 10 გრადუსი იყოს, მაგრამ იქნება რა. აუცილებლად. კარგით, მე მგონი დღეს კარგად დავიტვირთეთ. კი.